საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართ. ხო და ეს კი სხვა ის გვაქვს სეგმენტი, მაგრამ მე ლამაზი მაკიაჟი მაქვს დღეს. რომელიც ანუ იდეაში არაფერს არ გეგმავდი და დივანზე უნდა დივანზე უნდა მჟდარიყავი ჩემი მოტეხილი ფეხიდან გამომდინარე და გადავწყვიტე რომ კვირა იყო და დიდი ხანია თან ძალიან დიდი ხანი არ მიქნია და მეთქი თავს გავიხალისებ თქო და მე ამასობაში მეგობრებმა სახშიც დამპატიჟეს წაღება მოტანის სერვისით ხო და სამი კვირა სახლიდან არ გავსულ. ანუ ძალიან სახიფათო სეტაპი მაქვს ახლა იმისთვის რომ ჩემმა კატებმა აგირბინონ. ძალიან გთხოვთ. ისე ტრამვირებული ხალი ვარ. ხო და ძალიან სახალხო დღე გამოდიგა, იმიტომ რომ ვისთანაც მივდიოდი. ეს არის მაინდა-მაინც დღეს და მაინდა-მაინც ჩემი სვლაზე ლიფტი არ მუშაობდა. და მეშვიდე სართულზე ცხოვრობს. ხო და გამოძახებული ყავდათ ხელოსანი. და იდეაში მალე უნდა მისულიყო და ვიფიქრეთ, რომ სანამ ჩვენ გავალთ და მივალთ, ხელოსანიც მოსული იქნება და იქაც დავაბირჟავებ ცოტა ხანი ეზოში. მანქანაში ვიჯდები და გააკეთებენ იმას, თქო რა ქვია, ლიფტს თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად, რა თქმა უნდა, ეს საქართველოა, ბეიბე. გავიჭედე ახლა? განვიჭედე? ხო, მაგრამ შენთან თუ იწერდა, ოკეი. არ ვიცი, კი იწერს ხოლმე წესით. შენც ჭედები და არ ვიცი ჩემი ინტერნეტის ბრალია თუ შენი ინტერნეტის. საბა დავკარგე. სანამ hotspot-ს ვაკეთებდი. ან Wi-Fi-ზე ვიჯექი და იმაზე გადავედი, რა ქვია. ხო, ესე იგი შენი ბრალი იყო, ხო. მეც გადავერთე მაინც hotspot-ზე, რა ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის იყოს. არის საშუალება და მე შენ გეტყვი გარეთ გავდივარ და ვიყენებ ახლა ტელეფონს. ხო და მოკლედ მაინდა-მაინც ჩემს არ ყოფნაში, კი არა და შუაშია იქ ცოტა ან გვიანია ახლა ამას რო ვწერთ ჩემთვის და დღეს ენერგიას დავხარჯე. ხო და მაინდა-მაინც მე რომ მივდიოდი, ეს ლიფტი არ მუშაობდა და რომ მივედით, ისა რა ქვია. აღმოჩნდა რომ მოსულებიც კი არ იყვნენ. შეკეთების დაწყებაც კი არა და მოკლედ ვიდექით ეზოში ვიფიქრეთ რა გვექნა, როგორ გვექნა და გადავწყვიტეთ რომ გვეცადა რომ მე ანუ რაღაცა ეტაპობრივად დავსულიყავი ამ მეშვიდე სართულზე, ანუ ან ჩემი ხან ჩემით და ხან ხალხის დახმარებით და რაღაცა იქნება პრინციპი. ანუ ეს მას შემდეგ არის რაც როგორც წინა ეპიზოდში მოყევი ბარბისთან ჯერ ასკინკილით რომ ახვედი მაგის მერე კიდე თავგადასავალი გადაწყვიტე? კი, იმიტომ რომ უკვე მაშინ პირველი დღე იყო ამ იმისი ყავარჯნების და არ მქონდა დამუღამებული და ეხლა მინიმუმ ჩემი შესაძლებლობების კარგად შეფასება შემიძლია, როდის მეძრევა და დახმარება მჭირდება. და ამიტომ მაგ მხრივ უფრო თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ სიარულში თავდაჯერებული არ ვიყავი. ხო და? ასაგები. ხო და მოკლედ დავიწყე რამდენიმე ეს რაღაცა რა ქვია ქართულად მაგას არც ვიცი. სართული კი არა, ის სართულებს შორის რა ეს ავიარეთ. მერე გზად მივხვდი რომ უკვე მე ძალიან დავიღალე და ნუ აი ძალიან დიდი შესვენებებით უნდა მევლო. ან ფაქტიურად მოკლედ ამ ყავარჯენზე ცალი ფეხით ხტუნო არის როგორც ჩვეულებრივი workout-ი რა, ანუ და ხო ისვენებ ყველა workout შორის და ეს არის მიყოლებით ამუშავებ ამ ფეხს და შეუძლებელია ანუ ძალიან კაი ფიზიკური მომზადებაც ანუ არაფერთან კავშირი არ არის ფიზიკური მომზადებასთან არ არის მოკლედ პირდაპირ კორელაციაში რომ უკეთესად ფიზიკურად მომზადებული შეიძლება ცოტა უფრო მეტ დიდხანს გაძლო მაგრამ მაინც დაგეღლება ეს ფეხი ხო და თან არ ეგეთი ცუდ იმაში რა ქვია ფიზიკურ მდგომარეობაშიც არ ვარ ახლა ადამიანმა რო თქვას ხო და მე ბრალდ მინდოდა რომ თლაჩები თავი არის რაღაც ფეხმოტეხილი მოძრაო couch potato-ც არ ვარ ჩემ თავსაც ვაგულიანებ ამით რომ შევახსენო რომ ეგრე არ არის ხო და მოკლედ რაღაც შუა გზაში ამიტაცეს და
ოქროს ტახტის პრინციპით. ესე ბოდიში და ტრაქში ამომიდეს ხელები და ესე ამომიტანეს ტორტივით. რამდენი, რავი, 5 სართული. რისთვისაც უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს და მათ თავდადებას, რომ ჩემთან კონტაქტი ესე ძალიან უნდათ, რომ 5 სართული მატარეს. მაგრამ ყველაზე კაი რა არის, რომ უკან რო ბრუნდებოდით, ის ჯერ კიდე არ იყო გაკეთებული ეს ლიფტი. რაღაცა შუალედში გაკეთდა, ერთი ამოსვლა, რაღაც კურიერი გამოვიძახეთ თუ რაღაცა და ამოვიდა და უკან რომ მიდიოდით, ისე გაფუჭებული იყო და მე უკან ჩასვლაც იგივე იმითი პრინციპით მოხდა და ძალიან რაღაცნაირი bonding experience იყო ეს ყველაფერი. აი ესეთი ხალისიანი დღე გავატარე. მაგრამ სახლიდან გასვლა თურმე ძალიან კაი ყოფილა. Very good. ძალიან მიხარია. ხო, ესეთი სიახლეები. სხვა ჩემ ფეხზე რა შემიძლია რო ვთქვა? რავი, არის რა. ისე თავის ცხოვრობით ცხოვრობს, რაღაცა ხდება და ვცდილობთ რომ კოჰაბიტირდეთ და რაღაცებში ვადაპტირდი რა, უკვე რაღაცები დამოღამებული მაქვს ყველგან სკამები, სადღაც მუხლს დავდებ, სადღაც ჩამოვჯდები, სადღაც თან ეს ან პატარა ბინა ხელს უწყობს მაგ მობილობას. დღეს სალათიც კი გავიკეთე სამზარეულოში, ესეთი მარტივი. Okay. სხვა შორის ის რაღაცა viral სტაფილოს სალათი რო არის ეგ TikTok-ზე არის მოდებული. შეიძლება სხვა რამე არის viral, ჩემთვის სხვა რამე. ან TikTok-ზეა მოდებული, ის არის ესე სტაფილოს იმად საფხეკი კი არა და რითიც სათლელი რო არის, ანუ სათლელი თხლად ესე ზოლებად ჭრი და მაგას კვაზავ. და რაღაცა ვარიაციები. მოკლედ it's fresh and nice. და რაღაცა მომიდა და მოკლედ. Okay, მაგას ამომიგდებს ალბათ ეხა მეც reels-ზე ვიდეო. ინა ვიდეოში ძროხის ჩლიქები ვახსენე შენ, ისე რამდენიმე ამომიგდო reels-ში. მართლა, ალბათ ექსტრაფიოს მარკ გაუგზავნე საბას სტაფილოს სალათის რეცეპტი. ხო და ეს სხვა ისეთი არაფერი. შენ როგორ ხარ? ძიდი ხანია არ გვისაუბრე ამ ფორმატში. რავი, კარგად ვარ. ეხა ცოტა ცხელა ეს ბოლო იერადა ეს რამდენიმე დღე გვაქვს heatwave advisory რო ძალიან დიდი სიცხეები დააჭერს და ოღონდ აი დაიჭერს რა ყველასაც ეხა ყველაზე დაბალი ტემპერატურა მომდევნო 72 საათში იქნება 28 გრადუსი. ხო და ძალიან ჩახუთულობა არის მაგრას არასწორებს. აგვისტოში ეხა 34 გრადუსი არის, მე ფარენჰეიტზე არ გადავდივარ პრინციპულად, იმიტომ რომ ეგ უნდა მეკითხა ეხა რომ ფარენჰეიტში იცი რამდენია თქო. ანუ დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რა. 80-იანებში არის ეხა თუ 90-იანებში არის მოკლედ გადასული რა, მაგრამ მე ჩემი აღქმები მაინც ეს ბოლო 8 წელი შენარჩუნებული მაქვს ცელსიუსზე. ხო და 34 გრადუსი არის ეხა ხო და შარშან აგვისტოში გქონდა 38-39-იანი heatwave ერთკვირიანი. ხო და იყო საშინელება. ხო და ეხა ეს 3 დღე თუ 4 დღე არის ისეთი არაფერი და მე საკაიფოდ ჩადის ქვემოთ ისე 23-21 გრადუსზე რა. აუ მაგ ზოლებში ვარ. მაგაზე ეხა ფიქრობდი რომ რაღაც ეტაპზე მახსოვს რომ მაქვს მოძიებული რატო არის სხვა მეტრიკის სისტემები ამერიკაში, მაგრამ არ მახსოვს და მე გამახსენდა იმის SNL-ის ერთ-ერთი სკეჩი თუ გაქნანახი ბოლო აი ხალა სეზონის იყო მე მგონი წლევანდელი იყო მაგ იმაზე რომ founding fathers როგორ შეიკრიბნენ და
როგორ იმაშებოდნენ, რომ აყალიბებდნენ ამ მეტრიკ სისტემას, რომ არა, რაღაცა თითის სიგრძის ნომით გავზომავთ რა იმებს რაღაც ტერიტორიებს და რაღაცები და მოკლედ ესე არაფერი არ მახსოვს, რომ punchline-ი მოგიყვე და რამით გაგაცინო, მაგრამ უბრალოდ თუ ნახავთ და მარკ გაუგზავნეს ვიდეო საბას SNL-ის მეტრიკ სისტემის სასაცილო ვიდეოა. ხო და აქ ცოტა ის რა ქვია, ხანდახან შეგვდება ხოლმე მაგალითად აი Coca-Cola 2 ლიტრიანი არის და არა გალონი ნახევრიანი რა. ეგრეც არის ხოლმე მაგალითად რაღაცეები. სადმე თურქეთშია ჩამოსხული ალბათ და მან შემოაქვთ ტარიფი. რადგან ადრე მეც დრო დავინტერესდი და მე აღარ დამაინტერესა იმან თუ რატო არის ამერიკაში იმპერიალ სისტემა, იმიტომ რომ არის ხა და რა გავაკეთო. ხო, აი რაღაცა ისეთი არეაა, რომ ანუ არ ვიცი ვინმე იქნებ ასევე ჩვენმა მსმენელმა თუ იცის რამე საინტერესო ფაქტი რატომ არის. აი ისეთი რომ აი მოусმენ და ვა და არა უბრალოდ ის რომ რავი ესე აუდგათ და გააკეთეს გამოგვიგზავნეთ ვოისი. ხო და ადრეს ცადეს როგორც ვიცი 20-იან წლებში შეცვლა რომელიღაც შტატებში და აი ზოგან არ გამოვიდა თუ ვერ გამოვიდა და მე გადაწყვიტეს რომ აღარ იქნა და კაროჩე რაღაცა ის უაზრობები მოკლედ. ამერიკელობას გვართმევენო ალბათ პროტესტი. არ არის გამორიცხული, საერთოდ არ არის გამორიცხული, ხო და ნუ მოკლედ ეგეთი ისა რა ქვია. აღარ დავინტერესებულა რომ მაგით ერთი ეს ვიცი რომ მაშინ აი რო წავიკითხე თავის დროზე იქ რაღაც ინფორმაცია რომელიც უმნიშვნელო აღმოჩნდა რომ აღარც მახსოვს დამახსოვდა ის რომ ხანდახან შეიძლება Coca-Cola იყოს 2 ლიტრიანი და რაღაცა სასმელი იყოს ლიტრიანი და მე გალონი მოდის მაგის მერე და აი ესე მიქსი სხვადასხვა პროდუქტზე ესეთი მიქსი აქვს რა ამ ზომების და ოკეი ჯანდაბას თქვენი თავი რა გავუკეთე. მე მახსოვს ვინაიდან ცხობა მიყვარს და პერიოდები მაქვს ხოლმე რომ რაღაც აქტიურად რაღაცებს ვაცხობ და ადრე სანამ ჩვენთანაც იქნებოდა მაღაზიებში ეს cup სისტემის საზომები აი მაგით ერთადერთი რითიც ვიყავ ხოლმე დაკავებული მაგის გადაყვანით რეცეპტები ყველაფერი რაღაც ამერიკული კაფეებში იყო ხოლმე და გრამებში რო გადამყავდა და ეხლა უკვე არის ანუ ჩვეულებრივ საზომი ეს ისინი იყიდება და მაქვს და საკმაოდ დავისვენე მაგ მთელი ტვინის ბურღვით რომ გადაყვანაში არ არა გადმოყვანაში მოკლედ აღარ ვხარჯავ დროს და პირდაპირ იმ საზომებს ვიღებ ჭიქებს. ხო, ეგ საზომი რაღაცეები კარგი არის, იმიტომ რომ მე ზოგადად ისედაც რაღაცნაირად ყოველთვის მიჭირდა რომ თვალით გამეზომა 100 გრამი რამდენი არის. მეც სანაცუდად ვიცი ეგ. ასოდეს მაგით აღქმა არ მქონია რა. ხო და ეხა ეგ ხო დამუღამებული არ მქონდა და მით უმეტეს ეხა უნციებს ნამდვილად ვერ დავამუღამებდი აქ და მაგალითად სამსახურში რომ მიწევს ხოლმე რაღაც როცა მე ვარ სამზარეულოში და მე მიწევს კუქინგი აი ისე dobrად ვაკეთებ ხოლმე პორციებს იმიტომ რომ სამი უნცია იქნება თუ 7 არა განსხვავება არ არის ჩემთვის და მე რო ვარ ხოლმე აი ჯიგრული პორციები გადის ხოლმე სამზარეულოდან რა მაგის კაი ქართული პორციები რა ისე ეგ ძალიან ის არის ხოლმე. აუ ეხ გამახსენდა ის იყო. მაგალითად, მოდი, ჩვენი housekeeping-ი მარტო იმ დროს უკვე თავს საჭმელს, როცა მე ვარ. აი მაშინ, იმიტომ რომ ჩვენი შეფი ვინც არის და მენეჯერი ის მუშაობს ხოლმე კვირის დღეებში, იმაში რა ქვია, სამზარეულოში. და ის აძლევს იმას რა, აი რომ კორპორატიული რაც არის გაზღული მაგ პორციებს აძლევს და მე აი კარტოფილი რომ უნდათ ხოლმე ზედ ყველით და რაღაცით და აი ვატან ხოლმე ყუთს სავსეს და მარტო მე რო ვარ აგრევიში ჩავედი კაპიტალიზმის ტერი საბაში გნიდან ანგრევს იმას რა ქვია ციხეს ხო მაგაზე იმას აი მართლა ვიღაცა რომ შეუკვეთავს ხოლმე side potatoes რა და ღირს $2 ეს side potato და ირო გამოაქვს ხოლმე ეს პორცია მიტანება ისე ცოტას დებს ხოლმე რა ხო და რაღაცა ეგეთი ის მაქრო
ვიკენდებზე რომ უფრო მეტი ხალხი მოდის თან ეგეთი სამაქრო ამათმა იციან რომ მე კარგად ვაპურებ ხოლმე რა და ჩემი ბარი არ არის რომ ბადროს ჭამე ხო და მაგაზე გამახსენდა ქართულ პორციებზე ეს რა ქვია ბარბი მიყვებოდა რომ ვიღაც თავის თანამშრომლებს მოკლედ ძალიან დიდხანს რაღაც ქართულ საჭმელებზე და რაღაცაზე რო ელაპარაკებოდა და როგორც იქნა ამათ გადაწყვიტეს რომ წასულიყვნენ ქართულ რესტორანში და ანუ ხო ხვდები ხა ბარბი როგორ აუხსნიდა რომ რა უნდა შეუკვეთონ და როგორ და რანაირად და მაგაში ძალიან გავართ ერთმანეთს რომ აი პირდაპირ დაგიწერ რა არის მე როგორ ჭამო და ინსტრუქციას დაგიხატავ რომ ინკლიდან როგორ მოხვრება ხო და მოკლედ ჩაასხა მთელი ის ჭერმეტყველება რომ აეხსნა რა როგორ გაეკეთებინათ და ესენი წასულან და ანუ share კი არ გააკეთეს ყველაფრის ამ დიდი პორციების თითო კაცმა თითო რაღაცა შეუკვეთა თავისთვის და არ გააზიარეს და ვიღაცამ რაღაც ანუ ვიღაცას შქმერული შეხვდა და ანუ და ვაფშე სხვა ლეველია და ვიღაცამ სოკო კეცზე ჭამა და თქვა რომ ძალიან მოეწონა და ფორმე ძალიან ნერვე მოშლილი იყო რომ სოკო კეცზე რანაირად ოკეი ანუ სუპრაკი არ გაშალეს ეს ხო კი, ანუ იმიტომ რომ ინდივიდუალური პორციები იყო, ანუ ეს ქართული პონტი ვერ მიხვდნენ არა და გაფრთხილებული ყავდა ადამიანს და ნათქვამი და შეგარგმოტყნულო რო გეუბნები და იქიდან რო ვარ და რო გეუბნები კი როგორ რო ჭამე რა ისე როგორც მე გეუბნები რა რატომ მიშლი ნერვებს და თან მართლა ანუ სოკოკე ანუ from all the things სოკოკეც ანუ მიხვდები რომ ძალიან დიდ პატივს ვცემდა თან პატარა სულგუნიც თუ აქ და ჰაი ჰოი და იქ მე წვენით ძალიან კაია შოთისპური რო ჩააწო კეცის იმაში სოკო კეცს ეხა staple ქართული კულინარიის არ არის მაგითი არავინ არ იწყებს და არა იმაშება რა ქვია თან შამპინიონი ეხა რომელი ბაბუა ჩვენები შამპინიონის ჭამით მოკვდნენ ხო და რაღაცა უფრო ისაა რა თანამედროვე აპეტაიზერი ქართულ სტილში ხო და სად ეხა შქმერულიც ეხა თანამედროვე არის უფრო და რაღაცა მე-20 საუკუნეში გაკეთებული, მაგრამ ქართულ ყაიდაზეა რა და ქართული ინგრედიენტები და სულ სხვა ვაიბი აქვს. სოკო ჩაშუშულიც ეგეთი არის რა, ქართული გემი. ხო, ის სოკო კეცე ძალიან ნეიტრალური რაღაცაა. ხო, ანუ შეკამაზულიც კი არ არის, უბრალოდ ანუ სოკო კეცეს არანაირი distinguishment-ი არ აქვს იმაში, რომ აი თქვა რა მნიშვნელობა აქვს ფრანგულ რესტორანში შეჭამდა თუ ის კეცი ახლა თან ისეთი თემაა რა, რავი, თიხა ყველას ქონდა. ხო და მოკლედ აბსოლუტურად მეთანხმებით ძალიან შეშფოთებული ვიყავით ორივე, რომ აი რატომ რო გეუბნები ადამიანი დამიჯერ. ეგეთი ამბავი იყო. კი ბატონო. უშუალოდ შეიძლება ქართულ პორციებზე ხა გამახსენდა ვინმე თუ გვისმენს ამერიკიდან და ნიუ-ჯერსიში არის კაი ქართული პორციები ნიუ-ჯერსის იმაში რა ქვია რესტორნებში. ნიუ-იორკში ვინც ცხოვრობს ისინი არ გადადიან ხოლმე ნიუ-ჯერსი როგორც წესი და თან ხო თან ზემოდან უყურებენ რა და მშივრები არიან. წელიწად ნახევარი ვიცხოვრე ნიუ-ჯერსიში და ძალიან მაგარი შტატი არის, მაგრად მევასება და საჭმლის პონჩი არის ძალიან მაგარი. აი, მართლა კაი ჯიგრული ქართული პორციებია, მაგარი იაფია. იქვე იმაზე რა ქვია, ჰადსონს გადმოკვეთავ თუ არა, ეგრევე აი ნიუ-იორკს გადაყურებ, იქ შეგიძლია დაждდეს ამ რესტორანში, რომელთაც უყურებ მანჰეტენს და ძალიან იაფად, კარგად ჯიგრულად გაძოვ. და იქ კიდე არის ისე რა გორდონ რამზის პორციები არის ნიუ-იორკში და ღირს საშინელი ფასები. აჰა. გასათვალისწინებელი ამბავი, კარგი პორციები. და თუ უფრო ღრმად შეხვალთ კიდე ნიუ-ჯერსიში, იქ ვაფშე თემები არის რა. ვინმე ისეთი მასპინძელო, ვინმე თუ დაუძახე კიდე სახთან. ფაქტობრივად კი არის ქართული რესტორანი არის, რომელიც ძალიან პოპულარული არის არაქართველებშიც მათ შორის, იმიტომ რომ ისეთ უბანში არის, რომ მაინც და მაინც ბევრი ქართველი არ ცხოვრობს და ამიტომ ეგეთ
პოსტსაბჭოთა ხალხზე არ არის ძირითადად გათვლილი რა, როგორც ვთქვათ, ბრუკლინში არის. აი მანჰეტენზე არის კიდე ეგეთი, რომელიც universal კლიენტურით არის და მეორე ეგ არის რა, shotty bread house-ი ქვია. მე მგონი მაგათთან ვიყიდე ძალიან კაი შოთის პურები, მონატრებული მქონა შოთის პურები და კაი ჯიგულად გავძიძგნე. მაგას TikTok-ზე მიგდებს ვიღაცა ტიპს, რომელიც ხშირად ეგ ქართული რესტორანიდან წერს ხოლმე და აი ვერა ჯიგრულად ჭამენ და cheeseboat და ჩააწობენ და რაღაცა აი სიამაყით ვივსები, რომ აი ადამიანმა appreciation-ი სოკოკეთზე კი არ შეუყვეთა appreciation-ი ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია რომ TikTok-ერია და ესე უნდა გასინჯოს, მაგრამ თან ეტყობა რომ სიამოვნებით ჭამს. რომელი რესტორანი იყო და არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ნიუ-იორკში არის თუ არ ვცდები. ხო და მოკლედ არის ძალიან არა, კარგად დაფასებული არის ქართული სამზარეულო ნიუ-იორკში. რა არ გაქვს ახლა გენაცვალეთ დასაფასებელი უგემრიელესი და ყველი როცა არის, მაშინ რა ქვია თან. ყველი ყველას უყვარს. კი ბატონო. ჩემ ფონზე უნდა ველაპარაკო, რომელიც სპეციალურად ძალით შევქმენ იქიდან გამომდინარე დღეს ის სეტაპი არ მაქვს, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე, რომელიც ასევე გადასარევი არ არის, მაგრამ ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ ფეხაწეული ვწერ ყველაფერს. ეს წიგნი რატომღაც ანუ აქამდე წელიწად ნახევარზე ვარ, მაგრამ არა იმიტომ რომ ცუდი წიგნია, უბრალოდ რაღაცა ვერ ვკითხულობ თუ მხოლოდ რეზორტებზე შემიძლია წიგნების კითხვა. მაგრამ გამახსენდა მოკლედ ეს წიგნი და ძალიან ის არის. ამიტომ ფონად დავიდე თან რაღაცა თუ ხდებოდა და შეიძლება შენც გაგისწორდეს მაიკ შურის წიგნი არის Good Places კრეატორის. ხო და კი, ხო და Good Place იმიტომ ახსენე. სმით თამაშობს. კი. ხო და Good Place იმიტომ ახსენე რომ მოკლედ ეს წიგნი დაწერა მას შემდეგ რაც Good Places-თვის research-ს რო აკეთებდა და ფილოსოფიას სწავლობდა. მოკლედ ცოტა ის არის Philosophy for Dummies ამბავშია და How to be Perfect ქვია. და თავისი რაღაც იუმორული კომენტარებით აქვს თანამედროვე ცხოვრებისეული და თავისი მაგალითებით სხვადასხვა ფილოსოფიური იმისი მიმდინარეობებში გაანალიზებული ეს რაღაც მოვლენები და ძალიან სახალისო არის. თან ცოტა ADHD წიგნია, იმიტომ რომ თან კითხულობ, მაგრამ ძალიან ბევრი ისაა ხოლმე სკოლიოსავით, ქვევით თავისი კომენტარებით და ის ანუ შეიძლება ნახევარი გვერდი წიგნი იყოს. პლოტი და ნახევარი გვერდი მთელი სკოლია, სადაც ხუმრობები აქვს ჩატენილი. ძალიან დახუნძლულია, მოკლედ ძალიან ეს არის. კარგი წასაკითხია, თან ცხოვრებაზეც დაგაფიქრებთ და იმაზე რამდენად კარგი, როგორ უნდა იყოთ უკეთესი ადამიანი. მოკლედ აი ეს მორალის კითხვები რა, რაც Good Place-ში არის ზოგადად. მაგის რაღაცა მონარჩენი, ნამცეცობა არის ეს წიგნი. ხო და თან აქ გამოვდე, რომ არ ვიცი, უბრალოდ იცოდეთ, რომ კითხვაც ვიცი. ხო და რაღაცები იყო, რაც ჩავინიშნე, რომ შენთან ველაპარაკა. ოკეი, მე მაქვს რაღაცა თემა, რომელიც მინდა რომ შენ მოვაგდო და მე შენ მითხარი, რომ თუ იპოვი თემებს. ხო, მე მოკლედ ეს თემებად არ მაქვს, მაგრამ რაღაცები არის, რაც აღმოვაჩინე უბრალოდ და სადმე უნდა მეთქვა და აი ჩვენ ფორმატში რო ჯდება. ეხლა რო ის არის, რა ქვია, ანუ ამ double screen-ზე რო არის სულ ლაპარაკი, რომ აი ყურადღების დეფიციტი გვაქვს და თან იმას უყურებ და თან ტელეფონში ვარ და თან რაღაცა. ბოლო პერიოდში ეხლა დივანზე ჯდომისგან დავაკვირდი მაგას, რომ ანუ ეს ADHD-ის მომენტები, რომელიც ნუ ეხლა მაინც ADHD არ არის აუცილებელი რომ გქონდეს, მაგრამ არ ვიცი ADD რაც არის მოკლედ რა ეს double ყურადღების გადანაწილება და რაღაცა. ეგ ანუ სულ არსებობს. მოკლედ აი ისეთი რაღაცები, რასაც ტექნოლოგიების მოსვლას აბრალებენ, სინამდვილეში მანამდეც არსებობდა. სხვა უფრო ნაკლებად განვითარებული ტექნოლოგიების შემთხვევაში და რასთან მაქვს ახლა პარალელი გავლებული, რომ ტელევიზორში რომ პულტზე გავთავებლად ვაკლიკებდით, გახსოვს ეგ თემა? ანუ აი გავთავე 2 წამზე მეტი რომ არაფერს არ უყურებდი და შეიძლებოდა რაღაც 1 საათი მჯდარიყავი და
გეწკაპუნა. მე წელზე წასულიყავი. ანუ აი ეგ ხო არისო იმაზე ჯანსაღი ვიდრე რავი ფილმს და პარალელურად Facebook-ზე რო პოსტა. ანუ ერთნაირად ყურადღების ის არის რა. შესაბამისად ტექნოლოგიის განვითარებას არ მოუტანია ეგ ზოგადად შეიძლება ტექნოლოგიამ და აი ამ არაბუნებრივმა ესე რომ ვთქვათ მდგომარეობებმა რა. ტელევიზორიც თანამედროვე ტექნოლოგია არის, მას და მით უმეტეს პულტიანი, იმიტომ რომ ეხა ის არა, კი. ტელევიზორზე ხო არ იქნებოდა ვინმე ეგრე. აი ქსოვაზე თუ აღმოაჩენ ეგეთ ფაქტს, მე შეიძლება რომ რაღაცა კაი. ჩავხუროთ ეს და მაგრამ ზოგადად მოკლედ იმის თქვა მინდა რომ თლათ recent 2000-იანების თემა არ არის რა. ანუ მანამდე ვიღაცა შვილდის არის მსროლელი ტიპი რომელიც ხან ერთ ბუმბულიანს ისოლა და ხან ორ ბუმბულიანს რაღაც ეგეთ პონჩი. ეგ სხვა ამბავია, უფრო შეიძლება გართობაზე გავაკეთე, ანუ უფრო თავისუფალ დროს რაღაცის კეთებაზე, თორე საქმეს რო აკეთებ და კონცენტრირდები ახლა ეგ სხვა თემა არის. აი, მაგალითად ვიღაცა გლეხი რომელიც და მობეზრდა მუშაობა მინდორში არაფერი ტექნოლოგიები არ არსებობს, იმიტომ რომ მე-18 საუკუნეა და გავიდა ტბაზე და ბრტყელ ქვებს ისვრის და ასრიალებს გაუჩერებლი. ხო. ეგ არის არა, ხო და ნახე, მე იმას კი არ გეუბნები, რომ ტექნოლოგიებმა არ მოიტანა ეგ მეთქი. მე იმას ვიძახი, რომ ახალმა აი ეხლანდელი ბოლო 10-15 წლის თემა არ არის თქო. ოკეი. მე ვამბობ, რომ იქნება უფრო მეტიც არის. ხო. ეგ მაგაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ რთული მოსაძებნია მანდ. მაგრამ ანუ აი მაგალითად ჯალალედინმა რო 100,000 კაცს თავი დააჭრა, იქნება ეგ იყო მაგისი პულტის გადართვა ან სკროლვა. კი, შეიძლება. მაგრამ მე მგონი ერთი 10 წელია მაგ თემაზე არ მიხუმრია და თუ გახსოვს ძალიან ხშირად ხუმრობდი ხოლმე. მაგრამ იცი რა არის? შეიძლება თავის მოჭრა კი არა, სხვადასხვა ხერხებით რო დაეჭრა, ეგ შეიძლება უფრო ის ADD-ის თემა ყოფილიყო. იმიტომ რომ თავის მოჭრა მაინც ერთი, ანუ იქ პულტის გადართვით ის არის, რომ ერთი და იგივე channel-ზე კი არ თავ, სულ სხვადასხვა რაღაცა გხდება. მაგრამ შეიძლება ეს იქიდან, ანუ სულ ერთნაირ ადამიანებს ხო არ ჩეხავდა ესე იქ ხო. მოკლედ, შეიძლება ეგ იყოს ეგ მაგალითი. კაი, ეს თემა დავხურეთ და არა, პულტის გადართვა არ მგონია რომ ანუ მარტო ის იყო, ქართული პონტი იყო, არ მგონია. არა. მაგრამ აი ის ხო შეიძლება. კაი. მეორე რაც აღმოვაჩინე და ძალიან შოკში ვიყავი და ანუ ჯერ წინა თემაზე ხო ვინმე თუ იმას იზამთ რამე ანალოგიას იპოვით დაგვიკომენტარეთ ანუ ისეთ გამოვაგზავნეთ ანალოგიურ თემაზე რომ რაღაცა ჯალალედინზე უფრო ადრეულ პერიოდში თუ გახდება რამე ქვის ხანის პერიოდში ჰეიდი კლუმის ქმარი იცი ვინ არის? ჯერ არ იყო. ეხლა ძალიან კაი გქონდა ჰეიდი კლუმი ვინ არის ეგ რომ მკითხო. მაგრამ ალბათ იცი. აი მე მგონი ვიცი ხო. ხო, მოდელი რო არის. მე მგონი ან გერმანელი ან ავსტრიელია. გონი გერმანელი. ძალიან შოკში ვიყავი. ანუ საიდან მივედი ოღონ მაგ რისერჩამდე აღარ მახსოვს, მაგრამ ტოკიო ჰოტელის ყუპები რო იყვნენ, გერმანელი ძმები. ერთი გეია მე მგონი და მეორე არა. სტრეითი ძმა არის ჰეიდი კლუმის ეხლანდელი ქმარი. ანუ what crossover is that? საიდან? თან ჯერ ის იყო რომ ეს ტოკიო ჰოტელის ტიპები აღარ მეგონა რომ გაიზარდნენ, ანუ სულ მეგონა რომ იმ ასაკში არიან ჩარჩენილი, როცა აღმოჩნდნენ. გახსოვს ხო ეგ ბენდი?
რაღაც emo metal. არის სახელი მახსოვს, მაგრამ როგორ ბენდი არ მახსოვს. ხო, რაღაც emo metal რაღაც ანუ ისე cool one of those. ხო, ანუ ჩვენ მახსოვს ეგ პერიოდი. ხო, ანუ მე რო მეტალისტობდი, ტოკიო ჰოტელი კაი პონტი არ იყო ჩემთვის რა, იმიტომ რომ მე უკვე დიდი ვიყავი და რაღაცა Dim Borgir-ს რო ვუსმენდი, ეგ ისეთი ის იყო. ხო. მაგრამ მოკლედ წარმატებული ბენდი იყო, ეს ტყუპები იყვნენ მერე გაიზარდნენ, მე მეგონი გერმანულ ვოისის ერთნის იყო რომელიღაცა ჯაჯი ხო ჟიური გიული და ანუ ასაკით პატარაა მასზე, მაგრამ ნუ ისეთ პატარა არ არის, პედოფილიაში არ გადის ჰეიდი კლუმის საქციელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ჰეიდი კლუმი და ეს ტოკიო ჰოტელის ბიჭი რო თან ცოლქმანვით კი არა რომ დეითიშმე ან ცოლქმარი არიან blew my mind. Okay, ხო, მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ ეხლა ძალიან რენდომლი გამახსენდა, რომ ეგეთი ქორწინების ამბავი თავის დროზე მე გამიკვირდა ჯგუფი ტატუ ხო გახსოვს? კი. ხო და მაგით შავგურემანი გოგო ცოლად გაყვა ქართველ ქურდს. ვაიმე, რა კაი ამბავია. აუ ეგენი ვაფშე ძალიან fucked up თელი ისტორია მაგ იმაზე, მაგ ბენდიც არ არის დუო რაღაცა. ის ერთმა სიმღერაც არიცოდა, მეორე მღეროდა, მოკლედ, ანუ სრულად პიარი იყო მთელი ეგისა, თუმცა ის სიმღერები თესლობა იყო. კი, მე დღემდე ძალიან მევასება გვინათ გასა. Production-ი, იმიტომ რომ ეგ მეგონი Max Fadzеების თუ ვიღაცა რო იყო, მაგისი იყო. და ეგ თესლი ამერიკელი პროდიუსერი იყო, ანუ იქაური ფარელი იყო, რუსი ფარელი. თუინ უფრო, არ ვიცი, მოკლედ, one of those. ხო, იმიტომ რომ იგი ამერიკულ MTV-ზე დაატრიალებდნენ მაგათ. ან რუსულ. ხო, თან, იმიტომ რომ მე მახსოვს მაგ პერიოდში მოკლედ ლაპარაკი იყო, რომ მაგ ბენდის მუღამი ეგ იყო, რომ international პონჩი გასულყენ, იმიტომ რომ ეგ სიმღერები არა, ანუ ინგლისურადაც მღეროდნენ და მოკლედ ერთ-ერთი პირველი ბენდი იყო, რომელიც ხო ეგრე გაიჩნდა რაღაც მაშინ რა ქვია, დასავლეთში. და მუსიკალურად ანუ კაი პროდაქშენი იყო რა, ანუ კარგად ნამუშევარი იყო, უბრალოდ ის იყო რომ არაფერზე არ იყო დაფუძნებული, ანუ ერთმა სიმღერა არიცოდა და თან თელი ეს ლესბი პონტი დადგმული იყო რა თქმა უნდა. თორე სხვა მხრივ ანუ დანარჩენი ავთენტურობა რომ მოყოლოდა ამ ყველაფერს, უფრო თვითმყოფადი და გრძელვადიანი და რაღაც ანუ სხვა სტანტს იქით წავიდოდა ეს ყველაფერი და ეხა უბრალოდ რაღაცა glimpse in history არის. როგორი სიღრმეებში შევეხე ღმერთო. აი როგორ დამეტყო რომ ორი ფურცელი წავიკითხე გუშინ ამ ციგნიდან. თან შუიდან რომელიც მანამდე რა წავიკითხე აღარ მახსოვს. მაგრამ უკან ხარ დაუბრუნდებოდი და გავაგზელე და ის არის. კაი, კიდე ერთი რაზეც მინდოდა მელაპარაკა და იკვეთება ერთ-ერთ თემაზე, რაზეც ვფიქრობდით რომ განგვერცო, მაგრამ მოდი ჯერ შენ თქვი. და მე იმიტომ რომ მე უკვე ბევრი რაღაცები ვახსენე. Okay, მე უბრალოდ ფიქრობდი იმაზე რომ ქართული კონტენტი მაინც მიუხედავად იმისა რომ ბევრი არის რა ინტერნეტში მაკლია რა და ფიქრობდი რას ნახავდი ქართულ კონტენტს და ორი რაღაცა მოვიფიქრე თემა რომელიც ძალიან გამისტორდებოდა და ჩემი აზრით პირველი ძალიან წარმატებული იქნებოდა მაგალითად ის რომ თბილისი ან ზოგადად საქართველოს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში თბილისის ტურები რო გააკეთოს ვიღაცამ არა ტურისტების მოსაზიდად, არამედ იმ ხალხისთვის, ვინც წლებია არ ყოფილვართ თბილისში და ვინც რაღაცა როგორიც გვახსოვს ის რო გვაჩვენა, იმიტომ რომ ჩემი უბანი მაგალითად რო ვნახე როგორ ქონდათ გაკეთებული პირველად რო ვნახე ფოტო ვერ ვიცანი სანამ ფონზე არ დავინახე პირიმზე რა და მთელი ბავშვობა მაგ ქუჩაზე მაგ ნაბიჯავები ათონელზე და ვერ ვიცანი რომ ეგ ქუჩა იყო ხო და მაგ პონჩი ვფიქრობდი რომ ეს რაღაც ხდება განვითარდა ქვეყანა არ ვიცი რითი არის ხალხი უკმაყოფილო მე
ხო და კიდე ბევრი რამე არის შეცვლილი, რა თქმა უნდა, ხო და მაგაზე ვფიქრობდი, რომ ვიღაცამ რომ გააკეთოს, იყო ერთი სხვათა შორის იმაზე იყო. Instagram-ზე იყო Everyday Tbilisi, იყო მე მგონი ეგეთი აკაუნტი და აღარდებს ის რა. ძალიან რენდომლი სადღაც დიდუბეში რაღაცა ჩიხია გზაჯვარედინი და შუქნიშანი ქოლა გადაღებული სადღაც დიღომში რაღაცა და ეგ პონტები რაღაცა დასწორებდა ხო და ვიღაცამ რომ გააკეთოს ეგეთი თბილისი ემიგრანტებისთვის რაღაცა ეგეთი პონტი რომ შოთა სიხარულიძე ატვირთა ააშენათ და არსა შოთა სიხარულიძე ვახტანგ გორგასალთან ანუ ეგ რო გააძროს ვიღაცამ და ანუ ის მუღამი რო იყოს მთლიანად იმ პონტზე რომ თქვა მემო მიიღოს და შემაიმაყურებელს და ხო პროგრესი არა ზოგადად უნახო პროსტა რა ხდება ქალაქში რა იქ პონტი ინტერესებს რომ გაიაროს გამო აი აქ ეს ფასები მაჩვენოს ანუ დღემდე I cannot get over it რომ 70 თეთრი ღირდა ხინკალი რო წამოვედი და 3 ლარი ღირს ეხა თუ რაღაცა ანუ აი იმენა ვერ დავგეთოვერდი მაგ ფაქტზე. ხო და ანუ 10 ხინკალი რო 7 ლარი ღირდა და ეხლა 30 ლარი. ანუ შენ გინდა რომ ვიღაცამ შენ მაგივრად იცხოვროს საქართველოში. მაგალ მაინტერესებს კაროჩე ეგეთი პონტები ხო იმიტომ ეს ტურისტები და ვიღაცები რო დადიან მაგათ უყურებ ხოლმე ხანდახან რა და ანუ არ არის საინტერესო იმიტომ რომ ესენი აღფრთოვანებულები არიან ფხალით და ნიგუზიანი ბადრიჯანით და ეგ არ მაინტერესებს. შენ გინდა რეალური. ძაღლები და მანახეთ რომლებიც ნაგვის ურნებთან ყრიან რა ეგეთი პონტებიც არის ხოლმე იქ მაგრამ უფრო თბილისურ პონტში რა ოკეი რაღაცა ეგეთ კონტენტი კი არის მაგაში რაღაც მაგაზე ერთი რაც გამახსენდა ანუ თავიდან მეგონა რომ სხვა რაღაცა სხვა კონცეფცია ამბობდი და პირველი რა თქმა უნდა ზურა გამახსენდა ბალანჩივაძე რომელიც ამ ვირტუალურ ტურებს არა მაგრამ მოკლედ ყვება ქალაქის ისტორიაზე ძალიან კარგად რა ანუ არ ვიცი რამდენად ადევნებ მის იმებს რა ქვია ძალიან კარგად აქვს გაკეთებული და ეს ძველ ფოტოებსაც აჩვენებს ოღონდ ის უკვე ძალიან ისტორიულს ანუ შენაზეც ამბობ ეს contemporary everyday თბილისი life ეგრე არა ანუ უბრალოდ ის რომ აი რაღაცა როგორ გამოიყო ბარათაშვილის ხიდის ადგილას როგორი ხიდი იყო და ეხა როგორ არის და მერე როდის ააშენეს და აი ეგეთ რაღაცები და ძალიან ბევრი მოკლედ ეს ფოტოები და კონტენტი და არქივი აქვს და სხვათა შორის ჩვენ ანუ ესეთი კულტურული cultural awareness-ის კვირები გვაქვს კორპორატიულად რა გლობალურად კომპანიაში და მან თბილისზე მოგვიყვა ზურამ და ანუ ვირტუალურადაც ვქონდა იმას დავესწარე სამწუხაროდ ლაივში ვერ დავესწარე და მე რეფერში მოვიტეხე შეიძლება მაგიტო იყო რომ უნდა წავსულიყავი და ზურას ტურზე მომესწრო და მაგ ყველაფერს ყვება რა სად როგორ რანაირად გამოიყურებოდა მაგრამ ნუ ეგ უფრო ის არის მაინც ისტორიულ კულტურული და სხვა კონტექსტი მაგრამ ნუ ზურას ძალიან კაი აკაუნტი აქვს მაგ მხრივ საინტერესო არის უბრალოდ ძალიან ისეთი ძველი იქნებ მაგრამ ზურას ვაიფში არ ჯდება ეგ ვიღაცა უფრო სხვა ის გვინდა ვიღაც ვინმე თუ ფიქრობს რამე ესეთი კონტენტის გაკეთებაზე რომელიც თან უცხოეთშიც ბევრი ხალხი უყურებს მე მგონია რომ ბევრი ადამიანი თუ ცალია რომ იბოდიალოს ქალაქში სულ რო იყოს და რაღაცა კომენტარები რომ გააკეთოს რა რომ აი ეხლა აი მაგ პონტში რა ვიცი ვაიმე შენ უნდა გამოგიგზავნო ვიდეო რომელიც შომ გამომიგზავნა ანუ მოკლედ შოს აქვს სპეციფიურესი სპეციფიური იმერის გზნობა კი არა კონტენტის ძალიან სპეციფიური თვალი და აღქმა აქვს რომელიც აღფრთოვანებული ვარ შევამიყვარხარ აქედან გეტყვი და მიზიარებს ხოლმე და ერთ-ერთი ვიდეო არის რომელიც ანუ მე მგონი იმას სხვა მეგობარმა ჩაუგდო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემამდე შოუს განმოვიდა და ვაფასებ რომ მან დააფასა რომ მე დავაფასებდი ამას მოკლედ არის ტიპი რომელიც ძალიან დიდი ხანი ემიგრირდა ამერიკაში იმაში სადღაც ოქროს უბნელი იყო მე მგონი თან მე მგონი ეთნიკურად სომეხი აი ზუსტად
სტანდარტული ოქროსუბნელი თბილისელი კაცი იყო. თავს მეგონი მუსიკოსი იყო, მოკლედ რამშობა. დიდი ხნის ემიგრირებული, მაგრამ 20 წელი თუ მეტი არ იყო ნამყოფი თუ 30 თბილისში და ამ ტიპს აქვს ვლოგები, როგორ ჩამოდის. აი ზუსტად ეგრე walk-through-ებით ამ თავის ძველ იმაში მიდის რა ქვია იმას უბანში ეს რაღაც იტალიური ეზოა იქ ვიღაცებს ნახულობს ვინც ჯერ კიდე ცოცხლები არიან ამათ ელაპარაკება ვიღაცებს მოიკითხავს და ანუ 30 წუთიანი ვიდეოები არის უბრალოდ ამ ტიპის აი ეს სიარული ქალაქში და ვიღაცებთან ლაპარაკი და მოკითხვა რა ის აკაკ და ბაბო ალა და რაღაც რუსულად ლაპარაკობენ ძირითადად ყველანი და ნუ ქართულადაც საუბრობს ეს კაცი ჩვეულებრივად მაგრამ თან ძალიან სასაცილოა ინგლისურ სიტყვებს რო ურევს აი ძალიან საყვარლად და მოკლედ კითხულობენ და აი იქ რო იყვნენ იქ ისა რა ქვია დედა და შვილი აი ისინი გადავიდნენ ხო და რაღაც აი და უბრალოდ არის 30 წუთიანი თუ მეტი და საათიანი ვიდეოები. და თან ეს ცოლთან ერთად არის ჩამოსული. ეს ცოლი ყაზახია თუ უზბეკი, რაღაცა ეგეთ შუაზია ეგ. ჩემი გეოგრაფია ენა ძალიან ცუდი როა. რაღაცას მინდოდა უფრო ჭკვიანი გამოვჩენილიყავი და უარესი გავაკეთე. ხო და მოკლედ ეს და ეს ცოლი უღებს რა ძალიან დიდი კომიტმენტი არის რაღაც ის არის რა ქვია მეორე ცოლია თუ რაღაცა და შვილთან მოკლედ აი ძალიან კოლორიტულად ოღონდ ძალიან სპეციფიური არის აი ყველა ვერ დაამოღავს იფიქრებ რომ აი რას მაგრამ აი შენც გაგისწორდება მე მგონი მაგას რა უყურო ხო და იმედია შო არ დამძრახავს რომ გავაბაზრე არ მგონია რომ he cares about it ხო და მოიცა ქართულ კონტენტზე იყო სხვათა შორის ეს ჩემი შემდეგი დაკვირვება რომელიც დღეს უკვე ველაპარაკე ამ ჩემ მეგობრებსაც ამ თემაზე და იქ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ასევე უყურებდა ამ შოუს რომელიც ახლა ხანს დიდხანია ვიცი ამ შოუზე უბრალოდ ეხლა დავიწყო ყურება და საუბრობდით ამაზე და მეთქი ეს პოდკასტში უნდა თქვა ანუ ისედაც ვაპირებდი მეხსენებინა მაგრამ მე იქ კარგად ჩამოვაყალიბე რისი თქმა მინდოდა ხო და მოკლედ Taskmaster-ი რო არის ბრიტანული შოუ თუ გაქვს ნანახი ან გაგიგია არა ხო, მოკლედ, ეხლა გეტყვი რაზე არის. ძალიან სპეციფიურად კატის ბეწვიან კონგონ პირში. გაგიკვირდებათ, რა მოულოდნელია. მოკლედ, სპეციფიურად ბრიტანულია და მე მგონია რომ სხვაგან არსად ეგრე არ იმუშავებს, მაგრამ აი, მოზე ვფიქრობდი რომ საქართველოს რეალობაში რა არის ის ქიშმიში ქართული იუმორის რაზეც აი შეიძლება თქვა რომ აი კვინტესენციურად ქართული შოუ არის რა იმიტომ რომ აი ამ შოუს რო უყურებ ძალიან კვინტესენციურ ქართულად სწორად ვამბობ მე მგონი კი არ ვიცი კვინტესენციურად ბრიტანულია ეს შოუ ეხლა რაში არის კონცეფტი რა არის მე მგონი 5 კომიკოსი მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივეები არიან წამყვანი არის რომელსაც Taskmaster-ი ქვია და ასისტენტი ყავს და ამ თითო სერიაში რაღაც ისინია 3 ტასკია რომელსაც აძლევს ამ კომიკოსებს და უნდა შეასრულონ და პრემისი ანუ ესე რომ მოყვები არაფერი სასაცილო მასში არ არის და იდეაში პროცესშიც ანუ არ უნდა იყოს არაფერი სასაცილო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს სპეციფიური ბრიტანული რაღაცა არის და ეს თვითონ კომიკოსების ბრიტანელები არიან, აძლევს აი ამ ეშხს და სასაცილოობას. ტასკები არის აი როგორ იცი რაღაც მაგალითად აიღე და ეხ დავიწყე სუსუ პირველი სეზონიდან რა რომელიც 10 წლის წინ თუ რაღაც გამოვიდა და ანუ არ არის ძალიან ისეთი არა მოძველებული. ხო და მაგალითად ესეთი ტასკი იყო ანუ ესე ოთახში რაღაცა სახლია რა თან რომელშიც ვითარდება ეს ტასკები ანუ პროსტა ესე სადღაც რაღაცას არაკეთებენ ანუ სახლია როგორც ჩანს ერთიანად ნაქირავებია თუ არ ვიცი მოიც არის და ამ სახლში ვითარდება ეს ისინი რაღაც ტასკები ამ სახლის ირგვლივ არის რა ან ეზოში ან შიგნით ან რაღაც მოკლედ ერთ-ერთ ოთახში მაგალითად შედიან ეს ოთახი მთლიანად
ესე ის არის, რა ქვია, ცელოფნებით იმას ქლელი, მაგიდას დევს საზამთრო და ეუბნებიან, რომ ერთ წუთში რა უნდა შეჭამო, რაც შეიძლება ბევრი საზამთრო. და ანუ საზამთრო მთლიანი დევს რა. ანუ უნდა გახეთქონ ეს საზამთრო და ჭამონ. ხო და ესე რომ მოყვები ხა რა სასაცილო ესაა, ხო? მარა სასაცილოა რაში არის? ჯერ ანუ რეებს აკეთებენ ესენი რომ ეს საზამთროები გახეთქონ როგორ მოიფიქრებენ იქ ვიღაცა მოიფიქრებს რომ სამზარეულოში გავიდეს ამ სახლის დანა მოიტანოს ვიღაცა პირდაპირ ახეთქებს ზირიდან ჭამს და რაღაცები და მერე ანუ სტუდიაში სხედან და ეს ფუთიჯი გადის ამ მთელი ქაოსის და თითოეულთან ეს ტასკმასტერი ვინც ან წამყვანი არის და ვინც იდეაში ამ ტასკებს აძლევს ესე რომ ვთქვათ ეკითხება რა კითხვებს უსვამს და ამას აკომენტარებენ და დანარჩენებიც აკომენტარებენ და მოკლედ ბენტერი არის ამათ შორის ეს ბრიტანული თან შრალი და ძალიან ისეთი ხო ცხარტი და მაგისგან არის აი უსასაცილოესი მთელი ეს პროცესი. იმიტომ რომ აი ეს personality-ები რო არიან და რაღაც მაგალითად ის იყო რაღაც ტასკი იყო რომ 55 პირველ ვინ და ჰაი-ფაივებს პირველი 55 წლის ადამიანს და ესე მოლში დადიოდნენ. და თქვენ 55 წლის ხარ და მე ანუ ეს ინტერაქცია და რაღაც აი იმპროვის ისა აქვს რა იდეაში ვაიბი, მაგრამ აი ამერიკული იმპროვი კიდე სხვანაირი არის და ამას აქვს აი სხვანაირი ბრიტანული ელფერი, რომელიც აძლევს ამ პეწს. და იმაზე ვფიქრობდი, რომ ანუ არც ერთ სხვა ქვეყანაში მე მგონი, რომ ეგრე არ იმუშავებდა ეგ შოუ. აი რომ უყურო რაღაცები YouTube-ზე ძდევს, ეგრევე მიხვდები what I mean. და სხვა არ იმუშავებს მე მგონი რა სხვაგან ეგ. ხო, არის ეგეთი შოუები, რომლებიც არ მუშაობს სხვაგან, კი. აი ქართულად რამდენიმე ჯექეს იცადეს და არ გამოვიდა არც ერთი. ხო, და აი მე მაგაზე ვფიქრობდი, რომ აი რა არის ქართული გარდა მართლა ისევ და ისევ აი იმას რო დაუბრუნდეთ რაღაც იმას რა ქვია, სიყვარული ყველას უნდას და იმას იმერულ ესკიზებს და ეგეთ ფილმებს, რომელიც რამდენი წელი გავიდა, ალბათ 50 ხო, მაგათ გამოსuls მერე. ანუ რა არის ეგ გარდა რაღაცა კუთხური კილო იუმორის, რომელიც ასევე ძალიან ხარისხიანად დიდი ხანი არ მინახავს რომ გაკეთებული იყოს. და მაგ ქიშმიშზე ვფიქრობდი და იკვეთება ისევ აი იმაზე გახსოვს რომ ლაპარაკობდით რომ ქართული იუმორის და მოვაო ჩვენამდე და მოვიდა რა თქმა უნდა ეხლა რომ ვიდა შენ რო ვილაპარაკეთ აუცილებლად აქ თემამდე მივალთ. ხო და აი ვერ იმას ვქენი. რაღაცნაირად ისიც კი არა რომ ბევრიც არ მიფიქრია, მაგრამ ვერც კი მივაგენი იმ გზას საითაც ვიფიქრო. რა არის ეგეთი ქართული? ხო, აი რაზე ვიტყვით, რომ აი ბრიტანულ იუმორზე როგორც კი, აი ბრიტანულ იუმორს რო გიხსენებ, ეგრევე ხო გახსენდება რაღაცა. მე მგონია რომ ეგეთი შეიძლება იყოს რადიო 105. ხო. ეხლა რო თქვი მეც ეგრევე ეგ ვიფიქრე. კი, იმიტომ რომ მან მარტო თბილისურიც არის, ხო, ანუ კუთხური იუმორიც იყო და მაგათმა თან აიღეს და კავენს და sketch comedy-ის შორის ზღვარი ხო წაშალეს და მე ეს ქართული იყო მთლიანად ეს არტები და მოკლედ ძალიან მაგარი პროდუქტი იყო რა, ანუ ქვეყანა დაანგრიეს. essential ის იყო რა ქვია. ხო. იმიტომ რომ მაგის მერე ვინც წამოვიდა იუმორისტები, მე გავკადრიერდები და ვიტყვი რომ ჩვენ ვიყავით ისინი, რომლებმაც აი 105-ის კავენში და კავენის თემები ვაფშე სხვაგან წაიღო რა. ხო. ჩემი აზრით. და შუაში იყო ღამიშოუ სტუდია, მაინც აქ ერთი წამი ჩიტს გულისხმობ ალბათ და მანამდე, ხო. ჩიტის მიუხედავად იმისა, რომ იდეაში თითქოს ონიონის ადაპტაცია იყო, ანუ ონიონის ის ფორმატი არის იდეაში რა. რომ რაღაც fake news-ი. მაგრამ
quintessential ქართული თქო მაგას არ ვიტყვი მაგაზე რა. ხო. აი ეგეთი monumental და universal ქართული და quintessential ქართული მგონი რომ რადიო 105 იყო. ხო, მაგრამ ეხა აი რაზე ვფიქრობდი, იცი რომ მაგის მერე ანუ მარტო ეგ არის და მაგას განვითარება არ მოყოლია. ანუ ისე რომ ხო ხტები აი იყოს როგორც ან მაგალითად როგორც არის ჰოლივუდში ვიცით რა არის stand-up comedy როგორ მუშაობს და ეგ ის რა არის რაღაც ბრიტანეთში ვიცით სიტკომები როგორია და როგორ მუშაობს ბრიტანული იუმორი ვიცით აი ერთიანი დიდი როგორც მოვლენა რა არ გვაქვს ხო ეგ მაგაში მართალი ხარ იმიტომ რომ ნუ მანამდე იდეაში რუსებს აქვთ ავეენად რომელიც მაგრა გაბანს და ეხა ვეღარც უყურებ აი ერთი ალბათ 15 წელიწადია არ მიყურები მე ძალიან დიდხანი არ ფერმო ძალიან გაბანს და ძალიან მაგრამ ადრე უყურებდი ხოლმე სხვათა შორის აი ბოლო ჩემი საყვარელი გუნდი რომელიც გამოდიოდა იყო ეგეთი კეფირ რომელსაც მე ვუყურე რაღაცა სკეჩებს რომლებიც მომწონდა და მაგრამ აღარ გამისწორდა საერთოდ აღარ მომეჩვენა სათაცივო მაგრამ მაშინ ძალიან სათაცივო იყო ჩემთვის ხო და მაგათ რაც გრეჯუეტები ვინც იყვნენ კავეენის მაგათ წაიღეს და გააკეთეს კომედი კლუბი და ენტეზე რაც იყო ყველაფერი რაც ვითარდებოდა ხო და გოგიჩამსა და იდეაში ეგეთი რაღაცის გაკეთება რა მაგრამ საბოლოო ჯამში გაეშვა სამწუხაროდ იმიტომ რომ ბიზნესში მეტი ფული იშოვება ხო იმიტომ რომ აი პრინციპში აი მაგან ღამის შოუ რაც გააკეთა რომელიც სუბთა ამერიკული იყო იმიტომ რომ მაგან წამოიღო ღამის შოუ წამოიღო SNL-ი წამოიღო Whose Line Is It-ი წამოიღო და Friends-ი წამოიღო რა უი მოიცა Whose Line Is It იყო ქართული რამე? კი იყო და ძალიან კარგი იყო სხვათა შორის იმიტომ რომ გოჩა თანდარაშვილი იყო ერთ-ერთი თანამონაწილე კი არა მონაწილე და გოჩას აქ ძალიან მაგარი იმპროვი უმორი და მაგრად ასწორებდა და თან ჰქონდათ იმპონჩი კარგი რომ ყოველ კვირას ახალი სტუმარი ყავდათ რა და შესაბამისად იმაზე მორგებული აი ფრეში უმორი ჰქონდათ თან და ორ სეზონში დახურეს სამწუხაროდ ალბათ ნუ ეგ ამუღამვა ხალხმა მაგრად მისწორდებოდა ხო და ალბათ ამერიკულმა იუმორისტულმა კულტურამ ჩაყლაპა რა უფრო ქართული იუმორის კულტურა რა იცი რა მე მგონი რუსულმაც იმიტომ რომ ოღონდ ჩაყლაპა კონცეფტის დონეზე და არა შინაარსის დონეზე რა იმიტომ რომ ხო დაჟე კონცეფტ შინაარსი ბევრი კარგი ქართული იუმორისტული პროდუქტი არის და ახალი ისინიც რა ქვია სტენდაპერებიც ძალიან კარგები არიან აი მაგალითად ონისე უნდა ვახსენო რომელიც ძალიან მომწონს ონისე ერთ-ერთი ფავორიტი ძალიან მაგარი რეინჯი აქვს რა ანუ ხანდახან ისეთ ადრე აკეთებდნენ იმპროვის ის ქონდათ ხოლმე ეს 5 თუ 7 ის და რო ლაპარაკობდნენ ხოლმე ონისე ძალიან აი საიდანღაც ისეთ რაღაცას გამოაძრობდა ხოლმე რომ ჩემი ფავორიტები არიან სხვაგან იყვნენ ტოპიკის ამბავში და ეს ძალიან სხვაგან აკავშირებდა ხოლმე მაგას და მაგპონჩი ძალიან გიჭიერი ჩემი ფავორიტები არიან ონისე და ანა სიხარულიძე ანა არის ერთ-ერთი ყველაზე ანუ ზა კომიკოსი არის ანუ აი ჩვენ რომ მაგის სფერო ანუ კონდეს და მაკედან რამის შოვნის საშუალება იყოს პროსტა ანუ ელემენტარულად საცხოვრებელ დონეზე ანუ აი იმაზე არა ლაპარაკი რომ რაღაცა სტადიონებს ხურავდა და ის იყო რა ქვია რავი შაპელი ხო ანუ ანა არის რავი ანუ უკვე მზა ჩვეულებრივად ძალიან შემდგარი თავის voice-ი რასაც ქვია რომ ნაპოვნი აქვს აი და ინტელექტუალური თან ესეთ მშრალი delivery აქვს მოკლედ აი ძალიან ასწორებს ამიტომ აი მე ძალიან და ონისე ძალიან მიყვარს
მე ვიხვეწები ხოლმე, აი ვიღაცა რომ მეტყვის რომ რაღაც სტენდაპზე გავდივარ იქით კვირაში, ან ხანდახან ესეც ეხლა 2 საათში სტენდაპზე გავდივარ და რაღაცა და ყოველთვის ვეუბნები რომ ვიდეო გადაიღეთ და ვერ გადავაღებინე ვიდეო, ვერ გადავაღებინე ქართველ კომიკებს მართლა. ეხლა გვარს და სახელს არ დავასახელებ, ერთი იყო ერთი კვირის წინ გასული და მეორეს ვისაც უნდა ჩაეწერა ვიდეო იმას ტელეფონი დაუჯდა. ხო. ოკეი. ხო და არ ვიცი რა ამ ონლაინ პრეზენსზე არ მუშაობენ თითქოს რა, ანუ სტენდაპ თბილისში აკეთებდა ამ კლიპებს და რაღაცებს, მაგრამ короче დამოუკიდებლად რო ხნას თვითონ იმან, ხო? ხო, ყველ რავი ხა ამას ძალიან დიდი ბოდიში ჩემი თავი უნდა ასე ვთქვათ შემოვატანაურო აქ, მაგრამ სულ რაღაც 10 ჯერა ვარ გამოსული სტენდაპ სცენაზე. მაგრამ აი ერთი წესი რასაც მივждევდი ხოლმე მაგას იყო რომ ყველა გამოსვლა გადაღებული მაქვს, რომელიც იმედია ვერავინ ნახავს, მაგრამ ყველა გამოსვლა გადაღებული მაქვს საერთოდ, აი ოდესმე თუ დავდგარ ვარ სადმე სტენდაპ სცენაზე, ყველაფერი გადაღებული მაქვს. ხო და ვიხვეწები ხოლმე რომ გადაიღონ და რაღაც მომენტში ამ რაღაც გადაცემები და ფორმატი რო გააკეთეს, ეგ მაგების გადაღება დაიწყეს და ეგ ძალიან კარგი იყო. ყველას უყურებდი, არც ერთი არ გამიმაზია საერთოდ. მაგრამ აი ინდივიდუალურად სადღაც რო გამოდიან რამე ივენტზე იყო, აი ვიღაცები გამოიყვანეს რაღაცა ორგანიზაციების ივენტებზე დაპატიჟეს, ან ვიღაცა შეიძლება ბანკეტზე დაპატიჟონ. აი მაგას არ იღებენ ხოლმე სამწუხაროდ, იმიტომ რომ მაქედან შეიძლება თელი სეტი არ ვარგოდეს რაღაც მომენტში გაბომბო რა სეტი, მაგრამ ერთი კლიპი ამოჭრა, რომლითაც კარგ ხუმრობას გამოაქვს. ეხა ანუ ეხა ერთი დაკვირვება რომ თუ ვინმე გვისმეს სტენდაპერი გთხოვთ რომ ჩაიწერეთ ვიდეოები, გთხოვთ რომ ჩაიწეროთ ვიდეო. და ეხა ანუ ერთი დაკვირვება ის რომ ანუ ესე passionately ჯერ არაფერზე და ამდე ანუ ესე მიუხედავად იმისა რომ ანუ ის უემოციო მოსაუბრე არ ხარ, მაგრამ ჩემზე მშვიდი ხარ, აი ესე passionately ჯერ მე არ მახსოვს. რომ ესე გელაპარაკოს, ცოტა დაში სახელმწიფო გაწითალდე. როი, ჩაწერეთ ვიდეოები თქვენი. მაგრამ ხო, იმიტომ რომ მე ზოგადად ჩემ თავს რო პროფესიულად ვთვლი რომ ვარ იუმორისტი რა, ანუ რომ მეკითხებიან აი ვინ ხარ რომ შემეკითხო, ვიტყვი რომ იუმორისტი ვარ. და შესაბამისად ძალიან გულშემატკივრობ ქართული იუმორის განვითარებას და მით უმეტეს მაშინ როდესაც ეგეთი მაგარი რესურსი არსებობს. როგორც ის ადამიანები ვინც ჩამოთვალეთ და ვინც ვერ ჩამოთვალეთ, ისინი კიდე ცალკე რა. ანუ ხო და ამიტომ მინდა რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ეგ პონტი რა. მან ნინი კოცარე. აი ეგეთი პატარა რაღაცები. ლეკიშვილი თუ ლეკიშვილი. აი მართლა შესაშური კრაუდები იჩითება ხოლმე ქართულ ოპენ მაიკებზე. აქ ქართულ ოპენ მაიკებზე როგორი კრაუდები იჩითება ხოლმე, აქ ეგეთი კრაუდი არ არის იმაზე რა ქვია აგენტის მიერ გაკეთებულ შოუ-კეისებზე მართლა. აქ როგორი თემა იქნება შოუ-კეისი არის. Open mic-ი აქ გამოდიხარ ცარიელ დარბაში, მარტო სხვა ორი კომიკი გიზის, რომელიც არ გისმეს, იმიტომ რომ თავის ჯოუკებზე ფიქრობს. შემდეგი ეტაპი არის შოუ-კეისი, სადაც რას გეუნებია, იცი, შოუ-კეისის მომწყობი აგენტი, რომ 4 კაცი უნდა მიიყვანო, რომელიც მინიმუმ 2 კოქტეილს იყიდის იმ ბარში, სადაც არის რა. ანუ იმენა გეხვეწე, ანუ ძალიან უნდა მიათრიო ხალხი. და მაგის ფუფუნება არის, რომ ეგ კრაუდები იჩითება. და ჩემი აზრით უფრო უკეთ უნდა გამოიყენონ ეგ რა. და უფრო მეტი ონლაინ პრეზენსი თუ შეიძლება. ხო, ანუ ხვდები რა სწავლობ, მაგრამ ანუ ეხა კი არ ვუპირისპირდები შენს მოსაზრებას, მაგრამ რაღაც angle მინდა რომ მივცე. ხო, ერთი ისა რომ მანდ გეთანხმები რომ ქართული ეს community-ს თემა და ის რომ 4 მეგობარს ანუ ხვალვე შემიძლია რომ თქვა რომ რაღაცა გამოვალ ან რაღაცას ვიზამეგრევე ყველა იპოვის ნებისმიერი ადამიანი. დარწმუნებული ვარ საქართველოში. და ეგ მას იზამს, მაგრამ ეგ მან დაწყობილი სისტემაა და ეგრე მუშაობს. ანუ ჩვენთან ეგ
იმა 4 ადამიანის მოყვანა არაფერს არ მოგცემს რა ჯამში. ხო და არა, მაგას მეუბნები 4 ადამიანის მოყვანა არ არის საჭირო, მან. ხო, მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ნუ მოკლედ შესაბამისად, ჩემი აზრით უკეთესი პირობები არის იმისთვის, რომ სტენდაპერი ხო, მივხვდეთ, ხო, მართალი ხარ. მაგ მართალი ხარ, მაგრამ ეხა ერთი რა არის, რომ რის გამო შეიძლება რომ თლათ მაგდან რესურს არ დებდნენ რა. თუმცა გეთახმებ რომ უბრალოდ ვიდეოს გადაღება ოკეია, მაგრამ მათთვის მაინც ეს პირდაპირ პროფესიასავით არ არის ყველა ვარიანტში და ყველა ეს ადამიანი ვინც ეხა სტენდაპს აკეთებს საქართველოში მათ რაღაცა ჩვეულებრივი სხვა პროფესია და დეიჯობა აქვთ რა და ესაა დამატებითი მათი რაღაც შესაბამისად ცოტა მოკლედ აი იმაში რაღაცა რაც ესეთი ჰობის დონეზია რომელშიც იდეაში ვერც ამოიღებ იმ ინვესტმენტს შეიძლება მაგიტო არ ხარჯავენ ანუ ის საკამარისია ის ყურადღება იქნება თუ ხალხის რაოდენობა რაც იმ მომენტში მიიღეს და valuation-ი თავისი ამ ხუმრობებისთვის ვიდრე დიდ აუდიტორიაზე გაიტარონ თუმცა ანუ კიდე ერთი გოგოა თინა გვარი არ მახსოვს TikTok-ზე აზიარებს ხოლმე ეგეც საკმაოდ კარგი რაღაცა ისინი აქვს მიგნებები და ხუმრობები ვენეროსაც აქვს ხოლმე სეტები და და სალომე არის კიდე რომელიც დებს ხოლმე თავის ვიდეოს ეხლა დიდი ხანი არ მაგრამ აი ვენეროც სხვა ანუ ესე პირდაპირ სტენდაპერი არ არის რა უბრალოდ ერთ-ერთი მისი სკილია, იმიტომ რომ ზოგადად რაღაც ნიჭიერი ადამიანია და ეგეც გამოსდის და რაღაც შეუძლია რომ კარგად იხუმროს თან შეფუთოს თორი მოყვეს. ხო, არ ვიცი როგორ უნდა განვითარდეს. ანუ არ ვიცი როგორ უნდა განვითარდეს. იმიტომ რომ მე რასაც უყურებდი პროტესტის ამბების პროტესტის ამ დაიწყებოდა და ეს არეულობები ქოცებში. ქოცების მხრიდან წამოსული ეს არეულობები მანამდე კარგად მიდიოდნენ რა ერთადერთი რაზეც ვახურებდი ხოლმე ვისთანაც მქონდა კონტაქტი ამ თემასთან დაკავშირებით და ისინი ჩემი აზრით ერთ-ერთი მათგანი მურთაზა მოკლედ რომელიც ჩემი აზრით არის ლეგენდარი ქართული სტენდაპის ანუ მაგ საკ ბეჭებით ნათრევი ქართული სტენდაპი მაშინ როცა აი ეხავდა სტენდაპერობა იმენა არ შეეპყვა და დღეს სტენდაპ სცენა არსებობს საქართველოში ეგ არის მურთაზას დამსახურება ხო და მაგან ისწავლა მე მგონი რაღაც მომენტში ვიდეოების გადაღება მაგრამ აი როგორც კაროჩე ჩვევად გამომუშავება რომ ვიდეო გადაიღო მაგას ვატაკებდი ერთადერთი დანარჩენი ხო ერთადერთი აი გაკლია ჩემი აზრით ქართულ სტენდაპს და იმდენად კარგად მიდიოდნენ აი ამ ახალი იდეებით და ახალი გადაცემებით და ეს იმპრო რაღაცეებით რომ განვითარდებოდა ძალიან კარგი ტრაექტორია ჰქონდათ რა ერთადერთი იყო ეგ რომ რაღაცა აი იმენა ლოჯისტიკური კი არა ორგანიზაციული სკილების გამომუშავება აი იმეილის გამოყენება რო არიციან ქართულებმა დაახლოებით მაგ პონტში კი მაგრამ მან შემოდის უკვე ის რომ მან უნდა ვიღაცა აგენტობდეს ვიღაცა მენეჯერობდეს და ამაში ფული უნდა იღებოდეს იმიტომ რომ ის ადამიანები რასაც ექსკილები აქვთ არ დაიწყებენ ახლა მაგას ხო, არ ვიცი. უბრალოდ მგონია რომ ეგ ფაქტორი არის. ქართული რეალობის. მე მგონია რომ მაგალითად ქართულ სტენდაპ სცენა იმდენად იქიდან გამომდინარე რა რაოდენობის ხალხიც დადის სტენდაპ შოუებზე ბევრად უკეთესი ტრამპლინი არის დამწყები სტენდაპერისთვის. საერთოდ არ ჭირდება არანაირი აგენტი იმისთვის რომ ასე რა ქვია ვიღაცას თხოვოს რომ ვიდეოთი გადაუღოს. ანუ მე მქონია შემთხვევა რომ აი როგორც თქვი სამნი რომ შეხედვართ რა ქვია open mic-ზე გოგოს დაავიწყდა რომ შტატივი მოეტანა და მთხოვა რომ მე რომ დავდგები და ხუმრობებს ვიტყვი თქო რომ დაიჭირე და გაძამიღე და არ კიდევ მაგას აგენტი. ოკეი, მივხვდი რა სამო. ერთ მაგ არ შეიძლება ვიდეოები გადაიღეთ თქვენი ვიდეოები გადაიღეთ გადაიღეთ ვიდეო აი მე მგონი ძალიან სტენდაპისკენ წავედით რომელიც ან ძალიან ის არის რომელზეც 15 წელია მე ფიქრება რომ
საბა უკვე ინიავებს. საბა უკვე ისე არის ეგზალტირებული ამ თემაზე საუბრით და ისე ვნებითა და ემოციებით საუბრობს, რომ ვინც აუდიოს უსმენთ, ინიავებს ყველა წიგნს. ხო, სხვათა შორის ეს წიგნი მიდევს აქ, რომელსაც ქვია Playwriting for Dummies, რომელიც ვიყიდე ადრე, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ მოდი პიესების დაწერასაც ვწვდი მეთქი და არც გადაწერია, მან ვიდეოები გადაიღეთ ამას დაწერა. ხო და რა უნდა ამაზე გამახსენდა for Dummies პირველად ისე არატურისტულად ჩამოვედი 2008-ში რა აქ და უნდა დამეწერა college admission essay. და არ ვიცოდი მაგის დაწერა როგორ დამეწერა და წავედი Barnes & Noble-ში. ხო და იქ რომ მივედი ბიძა ჩემმა მითხრა რომ იქ კიდე ეს ისაა რა for dummies იყიდეო და ვიპოვე რომელიც იყო college admission essays for dummies. და ვერ ვიყიდე იმიტომ რომ შემრცხვა რომ მივიტანთ ბაბას გამყიდველთან და დამივეგონი დედას გეფიცები მართლა ვერ ვიყიდე და იმიტომ რომ დებილი ვეგონები თქო ესე ვიფიქრე და ქართველი ვორონცოველი ბიჭი იყავი. ხო და მოკლედ stand-up ძალიან ეს არის ძალიან დიდი ემოციები მაკავშირებს მეც და ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ და ყველა იმაზე მეუბნება რომ უნდა ვქნა და არ ვარ ჯერ მისული იმ პოინტამდე როცა ვიზამ. ამიტომ არ ვიცი მოკლედ და ისა ძალიან გული შემტკივა მოკლედ მეც მაგ გემაზე და რომ აღორძინდა ეგ სფერო და დაიწყო და უფრო სტაბილურად მიდიოდა და ვითარდებოდა ძალიან მიხაროდა, იმიტომ რომ მეც რაღაცა სტიმული მეძლეოდა რომ მეთქი აი რაღაც ეტაპზე მეც აი რო ემზადები ხო იცი შესაძსურად მეთქი აი არა და თვითონ stand-up-ის ირგვლივ სანამ საერთოდ მაგაზე ლაპარაკი დაიწყებოდა ან ფორუმიდან გამომდინარე მართლა ერთი 15-17 წლის წინ უკვე რაღაც ან ნაპოვნი მქონდა მაგაში რომ რაღაცა არის ის რაც მისწორდება, მაგრამ არ ვიცი ჯერ იმდენად ვერ ანუ არ ვიცი შიშია, ფეილის შიშია, არ ვიცი რა არის რაც მაბრკოლებს რომ არ ვცადო. მაგრამ მგონია რომ რაღაც ეტაპზე ვცდი აუცილებლად. უნდა ვცადო აუცილებლად. კი, ერთი სხვათა შორის აი რაც ცარიელ დარბაზებს პლუსი რაც აქვს, როცა open mic-ებზე გამოდიხარ, მაგალითად ნიუ-იორკის იმაში, რა ქვია, სცენაზე არის ის, რომ სცენის შიშს გიქრობს რა. იმიტომ რომ აი მართლა მე მაგალითად ნიუ-იორკში რო ვიყავი, რაღაც დღე მქონდა გამოყოფილი, რომელსაც დავდიოდი ხოლმე მთელი დღე მარტო open mic-ებზე და სამჯერ ზედიზედ გამოვედი, ანუ სხვადასხვა სცენაზე, მაგრამ სამი ერთი და იგივე ტიპის წინაშე. იმიტომ რომ ერთად დავდიოდით კლუბიდან კლუბში და ერთმანეთს უყვებოდით ჯოუკებს რა, ანუ ეგ ხო და მაგდროს აკეთებ რას, რომ პროსტად გახარ და ამას იმეორებ რა. ეგ მესმის, ეგ შენ ინტროვერტი ხარ თუმცა. არა, მოიცადე რა გითხრა. ეგ პონტი აქვს აქ კაურობას ის, მაგრამ რაც მან არის კარგი, მან უკვე კარგი რა, which is აი ძალიან მაგარი თემა არის ეგეთი პონტი. და შესაბამისად მე გირჩევ, რომ შენი ხმა წყდებოდა და არ ვიცი ხალხისთვისაც გაწყდა თუ არა და რა არისო მანდო ეგ მაგ მომენტზე Wi-Fi-ზე ხო გადავიდა შენი ტელეფონი? არა, გათიშული მაქვს Wi-Fi. უბრალოდ მე მგონი ცუდად იჭერს თუ რა. ხო და რა არისო მანდო? ხო და მანდაურობის პლუსი არის ის, რომ არგ კრაუდთან გადიხარ ეგრევე რა. კი, ნახე. შესაბამისად სცენის შიში საერთოდ არ მაქვს რა. ალბათ უფრო ის მაქვს, რომ არ მაქვს დამუღამებული რაზე მინდა ამ ხალხს ველაპარაკო რა. ანუ აი ჩემი voice-ი არ მაქვს აღმოჩენილი და ვიცი რომ თუ არ ვცადე ვერც აღმოვაჩენ, მაგრამ მოკლედ არ მაქვს დაჭერილი, ვიცი რომ სასაცილო კი არა და ანუ იუმორი მაქვს, პლუს სხარტი ვარ და უფრო იმპროვის ამბავში მგონია რომ უფრო მეტად შეიძლება და რაღაცეები სასაცილო ყოფილიყო ჩემ ანუ სხვა რეალობაში რომ ყოფილიყავი, მაგრამ ან ყვილად არ მინდა მოკლედ რომ ვიდგე რა.
ანუ მინდა რომ რაღაცა ხალხს გაუსწორდეს და მე თვითონ რო არ მაქვს ეგ დამუღამებული რომ რა მე გამისწორდებოდა შემიძლია რა თავს. დაგახოვო ჩუმრაზე. ხო, ანუ და მაგას მოკლედ კომიტმენტი და დრო ჭირდება და ამიტომ ის არის. შესაბამისად ამ ჩემს თვით გამოხატვის თემას ვიკმაყოფილებ პოდკასტით, სადაც რაღაც 1 საათში 3 სასაცილო რაღაცას გავარტყავ. კი, მაგრამ იმას თავისი მუამი აქვს მაინც. კი, რა თქმა უნდა, ეგ სულ სხვა რაღაცა არის და თუმცა ანუ ეგ ანუ ხალხთან გასulis და საუბრის თემა არ არის, იმიტომ რომ ეგ ზოგადად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და ყველაფრიდან ყველაზე ნაკლებად მოკლედ ეგ ანუ stage fright-ი ყველაზე ნაკლებად მაქვს რა. უფრო მეტად ის მაქვს რომ ვიტყვი რაღაცას მე თვითონ მოკლედ feel good მქონდეს იმასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობთ, რომ თუ არც გაიცინება არავის, ეგეც ოკეია რა. მაგრამ ნუ მოკლედ ბევრი რაღაცებია, რაზეც very good attitude ფათაშორის ძალიან ხო, ანუ მე თვითონ რომ გაყოფილი ვარ, ვიცი რომ ანუ რაღაცა რომ ვიცი რომ სასაცილო, ვიცი რომ სასაცილო და მაგრამ ეხლა მოიცა შორს წავედით სად იმიდან მაინც გადავუხვიეთ იმ თემას, რომ ქიშმიში რა არის, ანუ ბევრი რა პატარ-პატარა რაღაცებია, მაგრამ აი staple ქართული იუმორი გონია რომ აი იმ საბჭოთა ფილმების მერე არ გქონია შესაძლებლობა რომ რაღაცაზე გეთქვა რომ აი ეს ქართული, იმიტომ რომ აი ქართულ იუმორზე რო ვლაპარაკობთ, ერთადერთი რაც მოხსენება სამწუხაროდ არის აი წარსულში ის ფილმები. მაგრამ ისინიც არის რაღაცა ისეთზე აგებული რა, ანუ იმერული ესკიზები და ისინი ძალიან სპეციფიურ კუთხური თემა არის, იქ რაღაც სიყვარული ყველას უნდა იმერული ესკიზები, რომელიც ეხლა ეგ კუთხური იუმორი არის სასტიკად გაბაიბურებული და გაყვანილი კილოზე და რაღაც ის რამდენიმე იმის ღამის შოუს უნიჭო ტიპები, რომ ანუ ყველაზე უნიჭოები ვინც და არიან იჭაჭებიან ხოლმე და უბრალოდ ძალით მოქცევით ლაპარაკობენ და ეგაა და რაღაც იქინი აქანეს თუ იტყვი ეგ არის სასაცილო და არა ის რას ლაპარაკობ. ეგ და ეთნიკური ხო და ის კიდე ხო პაროდია კი და ისიც რაღაც ანდღოლაძე რო პირველი იყო რომელიც დრეგით გამოდიოდა ეგეც რო აი კაცი თუ ხალათს ჩაისმებს ეგ რო უკვე ეს არის ანუ ეგ რო უნდა და სინამდვილეში ანუ ეგ უნდა იყოს რაღაცა დანამატ ანუ იმაში კი არ არის პრობლემა რომ ხალათი აცვია რა ანუ შეიძლება მან ქარაქტერი იპოვო მაგრამ punchline არ უნდა იყოს რომ კაც ხალათი აცვია, ეგ არ არის სასაცილო. იმიტომ რომ ვიღაცა კაცებს აცვიათ ხალათი და უსწორდებათ. ანუ მაგაში არ არის სასაცილო. იგივენაირად როგორც ვიღაცის, რავი, უბრალოდ ქალი რო ქალია, მაგისგან სასაცილო არ არის და კაცი რო კაცია, მაგისგან სასაცილო არ არის. ამიტომ აი ეს depth აკლია მაგ ყველაფერს რა. და მაგ კილოსაც ეგ აკლია. რომელიც აი მაშინ თუ ქონდა ეხლა რატო ვეღარ პოულობთ? ხო, არ ვიცი, ეგ სხვათა შორის აი ეგეთი წარსულში თან ძალიან კარგი სატირული და ეგეთი ნუ ცისფერინთები არის, ეგეთი ხო, ცისფერინთები ეგრევე, მაგრამ ცისფერინთებზეც რა არის, იცი? სიტუაციურად სატირულია. ხო. მაგრამ მოიცა არ დაგავიწყო სასამბობდი, მაგრამ ეხლა გამახსენდა. ერთ-ერთი მაგალითი მე მგონი ადრეც მაქვს ნახსენები. აი ის შორტების ის რო არის ნაკრები ნამდვილი თბილისელი რო ქვია და ანუ ორი სახელი აქვს ნამდვილი თბილისელი გასეირნება თბილისში და შორტები არის რომელშიც არის აი ეს თბილისური პონტები ნაჩვენები რა ხო აი მან ეგ სატირა პრინციპში არის, აი სატირა მოკლედ შეიძლება იყოს ქართული. თან ლიტერატურულადაც მოგვსდევს.
ოკეი, ხო, მასი თუ გულისხმობ, სატირა კი ძალიან ქართული არის, ძალიან ქართული არის, იმიტომ რომ ხო, ყველაფერი სატირაა რა იდეაში, გენიალური ქართული იუმორისტული პროდუქტი რაც შეიძლება გაგახსენდეს, ყველაფერი სატირა არის, პოლიტიკური ან სოციალური რა, აი რა, შერეკილებით სატირა არის. თან ეხლა ის რაზე მივხვდი, რომ იმიტომ არის სატირა ჩვენი, რომ სულ რაღაცა გასაჭირი გვაქვს და ეს არის, აი და გლიცინის თემა კიდე. აი ვიპოვა ეხლა კიდე რაღაცა. მაგალითად აი გლიცინის თემა, რომ ის რომ ამ ყველაფერში, აი ქაოსში ყოველთვის პოულობთ რაღაცას, რის ირგვლივაც შეგვიძლია რომ ვიღლიცინოთ და ამ ძიმე მდგომარეობას ყოველთვის იუმორით შევხედოთ, რომელიც სატირაა ეგეც, იმიტომ რომ ხო რა დედა გეტყნება და ამ დროს ხუმრობ. და ამაზე ადრეც ქონდა ლაპარაკი განსაკუთრებით, ანუ ეხა უკვე ძალიან დრამატულ ეტაპში შევიდა და უფრო კიდე ჭირს, რომ ეს იუმორი უკვე ძალიან ისეთი არ იყოს, შეიძლება ვიღაცებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყოს, აი ხალხნო როგორ შეიძლება ყველაფერზე ღრიცინი დედაგებეტყვენებე, უკვე გვიანი არის ამ ყველაფერზე. უკვე გავსერიოზულდეთ და რაღაც, მაგრამ რომელსაც არ ვეთანხმები, მგონია რომ იუმორისტვის ყოველთვის არის ადგილი. და ცუდისთვისაც და კაისთვისაც და ნებისმიერი აი outlet-ი, whatever the outlet და არა რაღაცა ძალით და პროპაგანდისთვის უაკეთებ რომელიც კოცების მხარეს ძალიან კარგად ქონდათ გამოყენებული და ნამუშევარი, იქ რაღაცა მიხეილ უკრაინოლოგები და რაღაცა ყლეობა ისინი პეიჯები, რომელიც ძალით იუმორი იყო და არა მართლა სატირა, რომელიც ბუნებრივად მოდის რა, ან რო გიკვეთავენ რომ ვიღაცაზე იხუმრო, ვაფშე სხვა ის არის. და აი მე მგონი მაგანაც დააჩლუნგა ბევრი რაღაცეები რა და ხალხი მიაჩვია უხარისხო დებილურებს და არა რაღაც ხარისხიან ხუმრობებს, ხო და მოიცა რაზე ვამბობდი საწავედი. ხო და აი მანამდე მოკლედ პროტესტის ჯერ ახალი ისინი რო იყო რა, პირველი ტალღები და ეს კანონის პირველი პერიოდი, მაშინ იყო იმდენი სასაცილო კონტენტი გროვდებოდა და მაშინ მანქის ველაპარაკებოდით ვარკერს რა. მაგაზე ველაპარაკობდით ერთ-ერთ აქციაზე შევხვდით, რომ და მანქი იძახდა, რომ რო შეგვეძლოსო ამის გადათარგმნა ისე რომ კონტექსტიანად ხალხს ესმოდეს და აი ქართული რაღაც ან მინიმუმ ინგლისურად ითარგმნებოდეს ისევე რომ ხვდებოდეს ხალხი რა ხდება, რომ აი კიდე უფრო მეტად დავიფყრობდით ყველანაირ ინტერნეტ სივრცეს მთელი ამ იმით, იმიტომ რომ მაგალითად ანუ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მომენტი არის და არ მახსოვს, მე მგონი ამაზე ვილაპარაკე რომელიღაცა ეპიზოდში ალბათ ბარბისთან როცა პროტესტზე ვილაპარაკობდით, მაგრამ თუ გაქვს ეგ ვიდეო ნანახი, სპეცრაზმელები ის რო არის რაღაცა სამალავი თუ მოსასვენებელი რაღაცა სივრცე არის, სადღაც მე მგონი იმისი მოსწავლე ახალგაზრდებს რა ქვია მაგ ყოფილი პიონერთა სასახლეს რაღაცა რო ქვია ეხლა რა აღარ მახსოვს. ხო და მან მოკლედ ეს ისინი ბარიკადებით არ ჩახერგილი ეს ისა რა შესასვლელი. ხო და ესენი ამ აღჭურვილობით და იმით რო არიან როვერ ინტერვიუა და ის ტიპი რო არის, რომ ანუ ცალი ხელით რო იმასა ტერმინატორივით ესე ცალი ხელით გადმოუყრის ამ ჩახერგილ იმებს. რა ქვია მაგას მოაჯირი კი არა და ჯებირებს. ამ ეს 5-6 ჯებირი არის ერთად მიყრილი რა რკინის და ეს ცალი ხელით ესე გადმოუყრის და ხელს გაუშვერს ესე რა რომ შეეტრია თქვენი დედა. ეგ არის ჩემი საყვარელი ვიდეო მთელ მან აი იმდენად ანუ უკვე იმ ადამიანისთვის ვინც შორიდან უყურებს რა და მაგალითად რაღაც აქციებზე შეშინია გამოსვლა, იმიტომ რომ ეგ სპეცრაზმი იყო და მე აი ამ კომიკურ მდგომარეობაში რო უყურებ რა იმ სპეცრაზმს და რო ხედავ რომ ანუ ერთი ტიპი იქ 30 აღჭურვილი კაცი დგას და ელოდება რომ აქციის მონაწილემ თავისუფლოს სივრცე რომ ჩაჭკლები იქ დასხდნენ და დაიშვენონ, იმიტომ რომ დაიღალნენ ეს ყლეობები რო აწვიან და დარბიან და ხალხს წებენ. ხო და ანუ ეგ ხო და სატირა არის. მივხვდი, მე მგონია რომ სატირას უნდა მივაწვეთ და ეგ
მაგ აი ხა ვაიბში ფიქრობდი რომ გავიტანოთ. ხო და ის რომ ვახსენე რა ქვია ცისფერი მთები ადრე მქონდა იდეა რომ მინდოდა რომ დამეწერა ნუ სპეკულატივი იმიტომ რომ მაგას ალბათ ვერავინ და არავინ არ გადაიღებდა მოკუმენტარი იმისი რა ქვია ცისფერი მთების რა ოღონდ იმენა მაგ უნივერსიტეტში და წერდით მაგ მე მგონი სეტინგში ჩვენ მე მითხარი და რაღაცას ვაკეთებდით მე მგონი ერთად ჩვენ ვაკეთებდით მე მგონი თემქა რო გამოაცხადებს დამოუკიდებლობას მაგას ვწერდით მოკუმენტარში ხო რაღაცა ოფისის იმაში იყო ოფისის ვერსია იყო რაღაცა კი ბატონო კი თემქა გამოაცხადებს იმას რა ქვია დამოუკიდებლობას და მაგაზე იყო ხო და ისა რა ქვია ეხლა ვფიქრობდი რომ აი მაგას რო ყვებოდი იმაზე რომ ძალიან გაასწორებდა რამე მოკუმენტარი ოღონდ თუნდაც აი ესეთი მცირე მაგალითად Netflix-ზე იყო არ მახსოვს რა ქვია იმ სკოლაზე რო არის რა ვიღაცა რო ფალოს მიახატავს კედელზე და მაგას რო იძიებენ American Crime თუ რაღაცა ქვია და მოკლედ True Crime-ი არის იდეაში ოღონდ მოკუმენტარი True Crime-ია რა და სულ არის რაღაცა 5 თუ 6 სერია და ძალიან სერიოზული ძიება არის და აი რაღაცა ეგეთი იყო მოკუმენტარი პროტესტზე ჩემი აზრით მაგრად გაასწორა კი ხო აი უბრალოდ რა არის იცი რომ მაგ ბევრი რაღაც აი მაგ ზოგადად ხო აი ამ გასაჭირის პერიოდში კრეატიულობა მატულობს რა და ბევრი რაღაცები ანუ ხელოვნებას ძალიან ასტიმულირებს ეს პროცესები ხო და უბრალოდ რაღაცნაირად იმდენად მე მგონი ცოტა რესურსია, იმიტომ რომ ეს ხალხი რომელმაც შეიძლება კრეატივი დადოს, პლუს აქციებზეც დადის, პლუს ციხეში ზის, პლუს რაღაცას აპროტესტებს, პლუს აქტივისტია, იმენა ექიმი, მეწარმე, ლიდერი, ანუ ყველაფერი რაღაცა ერთი კომიუნიტის ირგვლივ არის და სამწუხაროდ ფიზიკურად შეუძლებელია. არის ძალიან კარგი სტორი, ანუ აი ეხლა ჩვენ მოყევი იმენა character development-ი არის. მაგრამ ვინ უნდა გადაიღოს? როცა ყველა იქ არის. და რაღაცა, ანუ ისა, რომ ანუ იგივე მაგალითად ონისე, რომელიც ანუ იუმორს უნდა ქმნიდეს, ეხლა არის ჩართული იმაში, რომ რაღაც სახალხო მთქმელია და სტატუსებს წერს, რომელიც ანუ ძალიან კაი სტატუსები აქვს და მართლა, იმიტომ რომ შენ უნდა წერო და ანუ იცის გადმოცემის უნარი storytelling-ი და ასე შემდეგ და სიამოვნებასაც იღებ იმ პროცესიდან როგორ წერს და რას აღწერს, მაგრამ ეგ არის თან ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ეგ გადაიღოს. ძალიან კარგ პოინტებს აკეთებს ხოლმე, აი კარგი. კი. კარგად ურყავს რაღაცეებში, რა ეგ. იმიტომ რომ კარგად ჩაანალიზებული აქვს. ხო, და ანუ წარმოგიდგენ რომ ახლა ეგეც უნდა აკეთოს და თან ისიც აკეთოს და თან აქციებზე იაროს და რანაირად და თან შიმშილით არ მოკვდეს. ანუ არ ვიცი რანაირად უნდა გააკეთოს ეგ ერთო ადამიანი. მართალია. ერთ საათი ეხლა მე მოვედი ბუხამდე და შეიძლება რამე პილოტი შემომეწეროს და არ ვიცი. აუ საათი ნახევარია ლაპარაკობთ, მაგრამ რაღაცა თემები აღმოვაჩინეთ ძველი ჩანიშნული და ხო არ გავაგრძელოთ? არ ვიცი, მოგусმენენ 2 საათი? ხო, თუ არ მოგусმენენ, ნუ მაგრამ პროსტა რა არის, რაღაც მენანება რომ დაიკარგოს ეს ისინი, რა ქვია, დაანჩენი რაღაც ისინი. რომ აღმოვაჩინე, რომ იმის Parks and Recreation რადგან მაიკ შური ვახსენეთ ბარემ ამ ეპიზოდშივე თემატურად მიებმება და მოკლედ მე მგონია რომ ის თემა დავხურეთ ქართული იმისი რა სატირას უნდა მივაწვეთ და უფრო მეტი სიღრმე მივცეთ ნებისმიერ თემას რა თემას და რაღაცა ზედაპირზე ანუ რაღაცა easy laugh არ იყოს უბრალოდ კილო უბრალოდ ვიღაცის გარეგნობა ან ნებისმიერ რამე და რაღაც. მაგაც სხვა სიღრმეებში რო ვეძებოთ, ჩვენ თავს ვერ პატივიცეთ, რომ მარტივი რაღაცები არ აი
მანდ ჩაგესწრები და ეხა გეტყვი მაგალითად კარგი მაგალითი არის აკაური იუმორის პონჩიც. აქ ბოლო წლებში რამდენიმე იუმორისტული სერიალი რაც დაიწყეს, სიტკომები იყო მაგალითად Netflix-მაც და ძალიან ბევრი NBC-მაც და ძალიან ბევრი გააკენსელეს პირველივე სეზონის მერე. და ვიღაცა რომ დაჯდა მერე და რომ გაანალიზა ეს ყველაფერი რა ქონა ამ ყველაფერს საერთო აღმოჩნდა ის რომ ზუსტად იგივე ტიპის იუმორს აკეთებდნენ ფორმულების პონჩი რაც კეთდებოდა მაგალითად Friends-ის დროს რა ხო და ნუ ამას აღწერილი ქონა რომ ეს ფორმულა და ესეთი მიმართულების და ესეთი აი პანჩის ამ აქცენტზე გაკეთება და აგება აღარ არის პოპულარული, იმიტომ რომ გადაღეჭილი არის და თან ხალხსაც აღარ უსწორდება რა. და შესაბამისად, როდესაც ეგეთ მოძველებულ რაღაცებს მიყვება იუმორი, თუნდაც ამ შემთხვევაში, ანუ კუთხური იუმორს, რომელიც მხოლოდ იმაზეა დაფუძნებული, როგორი ხმით იტყვის, თქვათ, იმას რა ქვია, რაღაცა სიტყვას და არა იმიტომ ეს კილოკავი უკვე დიდი ხანია გვესმის იუმორში და like I respect it და თავისი ადგილი აქვს და ყოველთვის ჰქონდა თავისი ადგილი რა უბრალოდ მარტო ეგ არ არის სასაცილო რა ხო ხტები აი ხო და შესაბამისად თუ ეგ უნდა იყოს როგორც შენ თქვი ისა რა ქვია ინსტრუმენტი ქერექტერის ნაწილი და არა ხო ანუ უბრალოდ როგორც ვიღაცა იქნება ქერექტერი რომელიც ისე ლაპარაკობს და ქერექტერი რომელიც ისე ლაპარაკობს და არა ის რომ ეგ იყოს სიცილის ისა და ეხა იცი რა ზოფიქრობდი ბარემ სიღრმეებში თუ ჩავდივართ რომ ეგ კუთხური იუმორიც ანუ ის თვითონ იმ ადამიანებისგან უნდა მოდიოდეს ვინც იმ კუთხის წარმომადგენლები არიან უფრო მეტად ავთენტურად და სიტუაციურად უფრო სასაცილო იქნება რა მათ რეალობაზე მორგებული რო იქნება და იქიდან წამოსული ანუ აი მაგალითად როგორც observational humor-ი რაც არის და ვიღაცა რო რაღაც დაკვირვებებს გვიზიარებს და გვიყვება და აქედან ხვდებით რომ აი რავი მაგალით პარალელი რო ამერიკასთან გავალოთ ვიღაცა არის ტეხასელი და ტეხასის პონტზე მიყვება რა ქართულ რეალობაში მე მგონი რაღაცნაირად იმდენად მგონია რომ ყველაფერი ერთმანეთზე ვიცით რომ ეგეც მიიკარგა არა და ამ დროს რაღაცა შეიძლება სასაცილო იყოს რომ ვიღაცა გურულმა თქვას რომ აი მის სოფელში კონკრეტულად რაღაცა ესე ხდება და მაგაზე ააგოს იუმორი ო აი იცი რა არის ეხლა ვფიქრობდი ეგეთი რამე ხო არ შეიძლება იყოს რომ თქვა აი ხა კი არიან ისინი ვიღაცები ვინც აკეთებენ სკეჩებს ქუთაის ხო მოიცა მან ერთ რაღაც დავამატებ კი ერთ რაღაც დავამატებ მან ხო და მაგაზე მე ვფიქრობდი რომ ბევრი არიან იგივე ამ კავეენებიდან და რაღაცეებიდან რომელიც რაიონიდან არის მაგალითად ან სხვა ქალაქიდან არის და არა თბილისიდან მაგრამ ისინი ცდილობენ რომ თბილისს მოარგონ ხო აი მაგის თქმა მინდოდა ქუთაისური იუმორი თბილისელებისთვის რა ხო და არ უნდა იყოს ეგ სტერეოტიპული იუმორი არის და არა ავთენტური კი არა და ის უფრო სასაცილო იქნება თუ მაგაში კიდევ უფრო მეტად სიღრმეებში შეხვალ და გამაცნობ და მეტყვი რა დამამუღამებინებ რომ რა არის სინამდვილეში მართლა ისა იგივენაირად და როგორც ხო იმიტომ რომ ვიცით უკვე რომ ქუთაისში რაღაც გველბიტობაზე გადავდე ხო კი და რაღაც იგივენაირად როგორც რაღაცა როგორც ნახალოვკელებზე ვღადავთ თბილისში გავიგეთ და რაღაც ყავა ვაკეში რომ ყავას სვამენ ანუ არ არის სასაცილო არ არის ყველა სვამს ყავას ანუ არავის აღარ ეცინება მაგაზე 90-იანებ გამოვიდა და ვაკის იქით შეგვიძლია ყავის ყიდვა სხვა უბნებში და გვევასება და მილენიალები ცხოვრობენ დიღომში რომელსაც რაღაც ის ფილტერ ისა აქვს დარწმუნებული ვარ დროპ რაღაცა ყლინჯაფინა ფოე ყავა ახალ აშენებულ корпуსში ჩემი აზრით ყავისა და ვაკის ხუმრობა დახურა ზვიო თავის დროზე ასხუთში როგორც ხოდა ეგეთი არტი თუ გახსოვს ხაშურული კილოთი რეკავს
და ალო ვაკი არისო ისევ ხო და კრანში ყავა მოდის და უთიშავს ხო აი ეგ სხვა angle არის ანუ აი ეგ არის სხვანაირად სასაცილო ვერ ავხსნი ხა რა ანუ მაგას ძალიან ჩაღრმავება უნდა მაგრამ ისა ხო და ეხა უცბად მოვყვები ამ იმაზე რა ქვია ერთი რაზეც უბრალოდ ჩანართი მინდოდა მაგრამ ამას კაი სხვა დროს ვიტყვი და გავაანალიზოთ ფეხის მოტეხვაზე გამახსენდა და ამას ვიტყვი კიდე ის იყო რა ქვია ფეხი რომ მოვიტეხე მოკლედ ანუ გავიგონე ამ ჩემი ფეხის მოტეხვის ხმა და ეგრევე ფიქრობდი რომ ASMR ფეხის მოტეხვა რო არსებობდეს რაღაცნაირი ანუ ეგეთი ვინმეს რო ეგ ფეტიში კონდეს რომ ფეხის მოტეხვის ASMR-ი რო არსებობდეს ანუ არ ვიცი ვინმეს თუ გავუსწორებ არის მე მგონია რომ იარსებებს კი იმიტომ რომ აი ისე ხატოვნად კი არა და არ ვიცი რა ქვია მაგას, მაგრამ მოკლედ აი ისე გავიგონე პირდაპირ ყურში. რაღაც ანუ კი არ მესიამოვნა, მაგრამ ხმა რო გავიგონე, შთაბეჭდილი ვიყავი. რომ მეთქი, ვაუ, ანუ ფეხის მოტეხვა. არ დამტეხი მომენტი იყო შენი ფეხის ისტორია. რომ მეთქი, ვაუ, ფეხის მოტეხვა ესეთი აქ და ეგრევე ASMR-ისგან წავიღებ. კაი. მეტი რა ღირდა აქ მონიშნულებიდან რომ ერთი რაღაცა არის, რაც მაგას ისე გეტყვი, იმიტომ რომ זה კაი იდეაა და შეიძლება აქ არ ღირდეს მაგის გაჟღერება. ბოლოს გეტყვი მაგას. მაგრამ რა მინდოდა მაიკ შურის თემაზე და იმაზე რა ქვია. Parks and Recreation-ის გადაღებისას მოკლედ მე მგონი Parks and Recreation-ის გადაღებისას იყო. ეხა Amy Poehler's ხო აქვს თავისი პოდკასტი აქვს აწუკვე ყველა სხვა პოდკასტი აქვს რაც ძალიან მომწონს მაგაზე ვფიქრობდი რომ აი იყო ანუ იდეაში ხო ვღადაობთ რომ ყველას პოდკასტი აქვს მაგრამ იმ ადამიანების მოსმენა ვისიც გინდა და მრავალფეროვნების ამბავში ანუ სასაცილო არის ის რომ ყველას პოდკასტი აქვს მაგრამ ამავდროულად მრავალფეროვნება არის კონტენტის და ის არა რადიო ჩავრთე და 100 მილიონმა ადამიანმა ერთი და იგივე ყლებებას უსმინა რა მაქვს არჩევანის უფლება რომ მინდა პეტროს ვისმინო მინდა პავლეს და მინდა მარინას და მინდა მაკრინეს ხო და Amy Poehler's აქვს მოკლედ ეხა პოდკასტი და რა თქმა უნდა ერთ-ერთი უკვე ჩემი საყვარელი გახდა იმიტომ რომ ზუსტად იმ ხალხს ელაპარაკება ვისაც მთელი ამ წლების მანძილზე რაც ზოგადად ამერიკულ შოუ ბიზნესს და stand-ups SNL-ს SNL-ს და კომედიას ვაფოლოვებ და ერთ-ერთი მასში მოკლედ ეპიზოდში აქვთ აქამდე არასდროს არ მომისმენი, იმიტომ რომ თვითონაც არ გაუბაზრებიათ. იმას მოკლედ Parks and Recreation-ს რო იღებდნენ პარალელურად განტვირთვის მიზნით კასტმა დაიწყო რაღაცა სერიალის წერა. რომლის პრემისი იყო, რომ რაღაცა ფილადელფიის პოლიციელები რაღაც police station-ი არის თუ რაღაცა რა და ის კეტრინ ჰანიც ვაფშე აღარ მახსოვდა რომ Parks and Recreation-ში ერთი უნდა დავარივოჩო ძალიან მევასება ეგ ქალი ხო და ეს კეტრინ ჰანიც იყო ჩართული მოკლედ ემი და ის რაშიდა ჯონსი და ერთად მოკლედ დაჟე ქერექტერების აღწერები ქონიათ გაკეთებული და ტრეილერი გადაიღეს რომელიც უნდა მოვიძიო და მე ჩაგიგდებ და მოკლედ Philly Justice ერქვა ამ იმას ისიც რა ქვია ადამ სკოტიც ის იყო რაღაც ერთ-ერთი იურისტი ვიღაცა რაღაცა იყო და მოკლედ რაღაცა იურიდიული ფირმის და პოლიციის იურიდიული ფირმა იყო რა მე მგონი და ეს ქონ ანუ საიდ პროექტად და თვითონ გადავდნენ ანუ ფულს იმაში გვიხდიდნენ რომ კიდე პარალელურად რაღაცა პროსტა ჩვენთვის ქერექტერები მას და თან ანუ დრო გამოგვეყენებინაო იმ რასაც ერთად ვატარებდით პლუს იმისთვის რომ ეს ამის ისინი გადაეღოთ რაღაცა სცენები და ამითი ერთობოდნენ ხო და მაქედან წამოვივიდა ეს იდეა რომ ჯერ ხო მოკლედ ამ ბოლომდე ამას ვიტყვი და რა თქმა უნდა ბოლოს არაფერი არ გადაუღიათ მაგრამ მთელი storyline-ი გაწერეს რა ანუ ქერექტერები დაადეველოპეს და ამას რეპეტიცია მეილებს უგზავნიდითო ერთმანეთს რომ აი ძალიან გთხოვთ მოემზადეთ შემდეგ კვირაში ვიღებთ და ეს არის თქვენი რაღაცა სცენარი ეს არის და რაღაცა ანუ table readers და რაღაცებს აკეთებდნენ და მოკლედ ძალიან ფანი იყო როგორ ყვებოდნენ მთელ ამ პროცესზე რომ
ანუ ადამიანებს იმდენად სწორდებოდა ერთად ყოფნა და ამ კომედიის კეთება, რომ კომედიის შიგნით ანუ კომედისეფშენი გააძრეს რა, რომ ისიც კი არ ყოფნიდა და ამ თავის კრეატიულ რაღაც აუთლეტს კიდე პარალელურად იმაში აკეთებდნენ, რომ ეს ანუ არ ვიცი ამ პოდკასტის გამოსვლის მერე თუ ვინმე იმას იზამს კიდე დააბრუნებინებს მაგ სცენარს, მაგრამ ეგრე არ ხდება სავარაუდოდ ჰოლივუდში, მაგრამ აი ძალიან იმას კედი ვიფიქრე, წარმოვიდგე რომ რა მაგარი იქნებოდა, რომ მართლა რო გადაიღონ ეგ რაღაცნაირი უცნაური, ნახევრად კომიკური ესა რა ქვია. სერიალი. კარგი იქნება. ხო და მაქედან დამებადა ეგეთი იდეა, რომ სერიალი რო იყოს, ოღონდ ყველა სერია იყოს მარტო ტრეილერი, ანუ პირველი 5 წუთი. ანუ ყველა სერია იყოს 5 წუთიანი, რომ აი რა მოხდა, სკაპ. და всё. იმიტომ რომ ანუ ამადაც ზოგადად ეს ერთი სკოდათ, ერთი სერია არ ქონდათ გადაღებული, ტრეილერი გადაიღეს, მოკლედ ამ პილოტის თუ რაღაცის. და მაგედაც მაგას ვფიქრობდი, რომ რა მაგარი იქნება, რამდენად ბიუჯეტურად იაფია ქერექტერების დეველოპმენტი დაგჭირდება, ანუ ყველაზე მეტი ის უნდა ჩადო ქერექტერ დეველოპმენტში იდეაში მანდ რა და დანარჩენი სცენარი ძალიან სწრაფად წავა. ხო არ ვიცი, თუ ის არის. მე მგონი მაინც არ ვინ არის გავკეთებელი არ არის და დავტოვებ ამას ეპიზოდში და იქნებ ვინმეს ინსპირაცია მოგივიდეთ. თუ რაღაცა უბრალოდ რავი, სადმე გვახსენეთ, რომ ჩვენი ინსპირაციით მოხდა ეს ყველაფერი. და ჩვენი ინსპირაციაზე გამახსენდა კიდე ერთი რაღაცა და ემი პოლერის იმაზე რა და ნელ-ნელა მე მგონი დავასრულოთ, მე მგონი 2 საათია უბრალოდ ვაპარაკობ. აქედან საათნახევარი მე. ხოდა ის არა ქვია, ემი პოლერს სანამ ეს თავის პოდკასტი ექნებოდა, მანამდე ქონდა პოდკასტი, რომელშიც იყო რაღაცა ქერექტერი, ვითომ იყო ფსიქოთერაპევტი. და იმპროვი იყო მთელი ის არა ქვია, ეპიზოდები რა, ანუ ქერექტერებს აძლევდნენ სტუმრებს. და ვითომ წყვილების თერაპიას აკეთებდა და ანუ მინიმალური მოკლედ ინფორმაცია ქონდათ ამაზე რომ მათი ქერექტერები რა არიან და მე ამ ქერექტერებით ამ თერაპიას გადიოდნენ პოდკასტში და მაგაზე გამახსენდა რომ გახსოვს რომ პირველები ჩვენ ვიყავით მე მგონი საერთოდ ისტორიაში რომ ის იმპროვი გააკეთა პოდკასტში მახსოვს და ძალიან ისე შთაბეჭდილი ვიყავით ჩვენი თავებით და არც ისე ცუდი გამოვიდა მახსოვს და ძალიან საინტერესო იყო, უბრალოდ ხო, რაღაცები კარგი. რო გაგვეგზელებინა დავიხვეწებოდით უფრო. კი, უეჭველი. უბრალოდ ძალიან ბევრ ძალისხმევას მოითხოვდა. და ისევ ის არის, რთულია მაგ. ძალიან. მახსოვს რომ ანუ ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯე მაგ ეპიზოდზე. კი, ეგეც და მე თან 3 time zone-ში უნდა შევკრებილიყავით და მთელი. კიდე უფრო რთული იყო, კი. და თან, ანუ მაგრამ იმის გაგონება, ანუ ეგ პოდკასტი როგორ მაშინაც გამახსენდა ეგ და მე ყოველ ჯერზე მავიწყებოდა რომ შენთვის მომეყოლა რომ ანუ იმის გაგონება რომ ჩვენ სადღაც აქ რაღაც იმაში საბურთალოზე ვიჯექით ну თქვენ იმაში რაღაც ლონდონში არ იყო მაშინ არა ლონდონში არ იყო ნიკო მაგრამ მოკლედ ბრიტანეთში იყო და შეიძლება მაგრამ ეს ქართველი ხალხი გაროჩე ვიჯექით რა ჯამში უმრავლესობა საბურთალოდა და შევქმენით ეგ იდეა რომელიც რავი ემი პოლერმა გააკეთა თავის პონჩი, ანუ ძალიან validative იყო ეგ ამბავი. და დრომოვა და ის obscure რაღაც ისენი რო ევასებათ ხოლმე, ხო იცი, ნიშური იუმორი. ვიღაცა აღმოაჩენს მე მაგ პოდკასტს სადღაც ინტერნეტის კუთხე კუნჭულში და სად არის? უნდა მაი ან თუ არის კიდე სადმე შემორჩენილი ნეტა ეგ რეკორდინგი მაინდა. მგონი არის. იმიტომ რომ მე ამ პაბლიშიან რამე ეგეთი არ გამიკეთებია და მოვიძიოთ ერთი იქნებ ისა ისმინება და მაინტერესოს რა გამოვა იქიდან შეიძლება სადმე მოვჭროთ მივჭროთ რამე და მე ერთი ერთ ფაქტში ეს გამახსენდა რომ მან ყავდა ძალიან კარგი ქერექტერი რომელიც სასაცილო არ გამომივიდა მაგრამ ქერექტერის ბექსტორი იყო ძალიან კარგი მეოთხე არველაძე რომელიც უნიჭო არის ყველაფერში აბსოლუტურად რა არც ფეხბურთი არ გაზრდის და არც იუმორი და არც სტორიტელინგი და არცად არ იწვა
მე აღარ მახსოვს რა ვიყავი, მაგრამ რაღაცა ყანწებზე რომ ხუმრობდით მახსოვს. ხო, ეგ ფაქტობრივად არ იყო ცუდი ეპიზოდი, რაზე იყო ეგა? ხო, ეგ არ იყო ცუდი ეპიზოდი. რაღაცა კულტურულ რაღაცას ვაკეთებდით, რაღაც იყო. ხო, რაღაცა მიწა იყო, მე მგონი სისხლით გაჟღენთილი თუ რაღაცა თემა იყო. ქართული სტარტაპები იყო. ხო. კი ყანწი მაგანა. კაი იყო. ისე არა ვარ ცუდი ხალხი რე, რაღაცა არ ვიცი მე რატო. არა, უბრალოდ რაღაც ეს არის. ჩავფიქარდი რა. ამ ყველაფრის იმაზე. ანუ სხვა რეალობაში რომ ყოფილიყავით, ვიქნებოდი თუ არა, ანუ უეჭველი იუმორის სფეროში ვიქნებოდი ალბათ. ანუ რავი ხო, მე ჩემი პრაიმერი საფიქრალი ყოველთვის არის ეგ, თუ რამე წერა ვაკეთებ, მაგ პონჩი ვაკეთებ. მეც რა რე, მე იმაზე ვფიქრობ, რომ მე მგონი თუ ოდეს მე ბევრ ფულს ვიშოვი, უფრო მეტად გავაკეთებ ეგეთ რაღაცეებს. ხო და მე ანუ მოკლედ მაგაზე რომ ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ ანუ ეხლა რასაც ვაკეთებ, მაგითი არაბედნიერი არ ვარ რა, მაგაშიც არის ასევე საქმე. შესაბამისად მე მგონია, რომ ალბათ მე უფრო პროდიუსინგის მიმართულებით წავიდოდი. და რაღაცა იმასთან რა ქვია იმ კაცკაცო. Freaks and Geeks-ი და ყველაფერი. Lorne Michaels-ით აღთვალებული ვარ. ხო, ჯად აპატოვზე ფიქრობდი. აი, Lorne Michaels-ი ან ჯად აპატოვი იქნებოდი ალბათ. და Lorne Michaels-ზე ზუსტად კიდე ერთი Amy Poehleris ის იყო, რა ქვია, ეპიზოდი იყო. ის ყავდა, რა ქვია, Will Forte, რომელიც აი ძალიან underrated არის, აი Danny McBride-ზე რო ლაპარაკობდით. Will Forte ასევე ერთ-ერთი ძალიან underrated ის არის, რა ქვია, მსახიობ იუმორისტ ყველაფერი, რომელიც აი ძალიან დასამუღამებელი კაცია და ეგ რაღაცას ლაპარაკობდა და ბევრჯერ ახსენა SNL-ში იყო ბევრი წელი და ლორნი ახსენა და აი ძალიან აღთვალებული იყო ლორნის მენეჯერული სკილებით და პლუს ამ იუმორის ცოდნით და ეგრევე მანდ კონექშენი ვიგრძენი და მე მგონი ანუ თლათ არასწორ გზას არ ვადგავარ მოკლედ რა მაგის თქვა მინდა ეს self reflection-ი გავაკეთე მაგაზე მე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მოვიხარ შემე პროსტა ეხლა და მე 2 საათი გავიდა და ხალხი მეგონი აღარ გვისმენს კაი აქამდე თუ გვისმინეთ მე კონდიციონერი მაქვს ჩართული და თავ ვენტილატორსაც ვინიავებ და მოკლედ ძალიან და თან დღეს ხელით მატარეს ორჯერ ჩვენი ხო და აქამდე თუ გვისმინეთ აი კარგად დაიწყე შენ ესე იგი მოგწონთ რაც ვილაპარაკეთ და დაალაიქეთ ეს დედამოწყალო ხო აუ ეგ თავიდან უნდა სულ მავიწყდება იმიტომ რომ ეგრევე მინდება ხოლმე რომ მაგაზე ვილაპარაკო იმიტომ რომ ჩემთვის მაინც ეს პოდკასტები არის თქვენთან კომუნიკაციის ხერხი და არა ლაიქების და ვიუების ნუ ძალიან მიხარია ეგეც მაგრამ მაგის პრაიმერის არ არის მაგრამ მაინც აქამდე თუ გვისმინეთ, მოკლედ გამოგვეხმაურეთ, ის voice-ებიც გამოგვიგზავნეთ, თქვენი აზრები და კომენტარეთ, დისკუსიაში შემოდით, გაგვიზიარეთ ზოგადად ქართულ იუმორის ირგვლივ თქვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით თუ იუმორთან ახლოს განავალი ხალხი მოყვარული, რავი, ნებისმიერ ფორმატში შემფასებელი იქნება თუ შემსრულებელი ხართ და ვილაპარაკოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ მაგაზე ძირითადად ძალიან ბევრს და ვიბონდებით და ვალაპარაკობთ და საბაგერ დაითუთქა. მაგრამ აი ხალხი გამოვაცხადო ეგ რომ აქამდე ვინც გვისმინათ ან ის იმართვის კიდე უფრო ის შეიძლება არ ვიცი მაგრამ ნუ თუ ვინმე აპირებთ რომ რამე მოღვაწეოთ იუმორში სტენდაპი იქნება ეს თუ რამე სცენარის დაწერა იქნება whatever რაც უნდა იყოს დიდი სიამოვნებით გეურთიერთებით მაგ თემაზე coaching-ის ამბავში რა უფასოდ და ყველანაირი ანგარების გარეშე ანუ ძალიან 1-2 ადამიანმა ვისაც უნდა და სტენდაპერობა რაღაცა რჩევები რომ მკითხეს 3 დღე ვერ გამაჩერეს короче იმდენი ვილაპარაკე რა ხო დაბლოკილი ყავ ხარ ხო ხო მე მგონი
გამოვადექი იმ ხალხს და თან ახლა არ ვიცი იუმორში ჩემი აზრით მეთქმის სიტყვა და შესაბამისად თუ ვინმეს მაგ თემაზე ლაპარაკი, კოუჩინგი, ან რჩევები დაგჭირდებათ, სიამოვნებით დაგიცნობთ დროს და ენერგიას და ნიჭს რა თქმა უნდა. მე თუ შეიძლება არ შემეხმიანოთ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს და დაკავებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ეგეთ რაღაცებში და ეგრევე ვინთები, მაგაზე ეგრევე შთაგონება და კრეატივი მომდის, მე არ შემეხმიანოს. მადლობა. ოღონდ აქვე იმას აღნიშნავ, რომ არ შემოგეწილებით არაფერი იდეებში და იმაში კოლაბორაციას არ გთავაზობთ, იმენა coaching გთავაზობთ. ოღონდ ისე არა, რა ქვია. ხო იცი ქართველი კოუჩი პავლე მგელაძის ამბავში არა ჯიგრულად რა. ოკეი. ეგეთ ჯიგრულად ჩვევა ხოლმე რაღაცას. ანუ ჯიგრულ პონჩი ქართულ ჯიგრულ საბა დაგაკოუჩებთ ქართულ ჯიგრულ პონჩი. კაი, ქართულ ჯიგრულ იუაში. ძალიან მომნატრებია მოიხარში ამ თემებზე საუბარი. გვისმინეთ ყველგან, გვალაიქეთ ყველგან, გვაზიარეთ და გვემეგობრეთ. აბა, სულ კარგად მეყოლეთ, საბა ჩამოვა ევროპაში. Sure. So, Tisha.